არის ბლანკიური ჩვენო. ჩანს. პირდაპირი დაბლა ლურჯი ზოლი არის? არა. როდა მაგას გეუბნები. ზემოთ არის პირდაპირი ეთერი ციექლა. ეთერში წერია. ჩაითო კაცო თუ ნახე. ხო ჩართულია. საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, საინტერესოა იქნებ ბატონოგია ოპერატორო გიკარნახოთ თუ იმის ის დაიწერება მათ კომენტარი კი იქნებ ვინმე გამოჩნდეთ ну ყოველთვის კარგად მიდის ხოლმე და ალბათ არ იქნება არანაირი ხარვეზი მაინც ჩვენ შეგვატყობინეთ თქვენ საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო დღეს ჩვენთან იმყოფება პირდაპირ ეთერში აკადემიკოსი ქალბატონი თინა თოფურია მოგესალმებით ქალბატონო თინა და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით გადაცემაში ბევრი შეკითხვებია საზოგადოებისგან და პირველ რიგში ჩვენი მთავარი თემაა მაინც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის თემაზე ეს გვაინტერესებს თქვენ აქ ძალიანად ჩართული ხართ ამ პროცესში და ასევე ჩვენ შემდეგ უნდა დავსვათ კითხვები აცრებზე, ბავშვთა აცრებზე გვეკითხებიან, სავალდებულო აცრებზე, პაპილომავირუსზე და არის კიდევ სხვა შეკითხვები და ალბათ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. მოკლედ მოდით დავიწყოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველო როგორ აპირებს გამოსვლას თქვენაირ ასე როგორ მიდის ეს საქმეა და რა პროცედურებია გასავლელი. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე სულ ვაპირებდი ამ თემაზე გაკეთებას, მაგრამ იცით თქვენ რომ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, კოსმეტიკური უბრალოდ და ეკრანზე ვერ ჩდებოდი და დღეს უკვე პირველი რაც თქვენთან მოვედი, თქვენი მოწვევა მივიღე. დიდი მადლობა. და მინდა დავცე პასუხი მსმენელებს იმ თემებზე, რომლებიც დაგროვდა დღეისათვის და რაზეც არის დიდი პოლემიკა აი სოციალურ ქსელებში, რასაც ხედავ და რაზეც მირეკავს ძალიან ბევრი და მომმართავს. ჯერ ერთი მინდა დავიწყო იქიდან, რომ რაღაც ამ ბოლო დროს დიდი კამპანია დაიწყო Facebook-ში, ჩემ წინააღმდეგ ალბათ ნახეთ. მაბრალებენ რაღაცა რომ მე ვაქსერი გავხდი, ვაქსერების დედოფალი და ასე შემდეგ. რაღაც, ეს არის ხელოვნურად გაყოფილი ყველაფერი. მე უბრალოდ ვცადე ახსნა რა კიბოს ვაქცინაზე არის ლაპარაკი და აქაც მინდა ახლა გამოვიყენო ეს თქვენი ეთერი და აუხსნა მსმენელებს რაშია საქმე. რისი მომხრე ვარ და რისი მოწინააღმდეგე. თქვენ იცით რომ დიდი ხანია მე თანამშრომლობ კენედის, რობერტ კენედი უმცროსის ჯგუფთან. ეს არის მთელ მსოფლიოში ფესვგადგმული ჯგუფი, მაგრამ არ არიან ანტივაქსერები, როგორც ეს პირდაპირ გაგებით. არავინ არ უარყოფს იმ დამსახურებას, რაც ჰქონდა ვაქცინაციას თავის დროზე და რა თქვათ, შეიძლება იყოს აფრიკის და რაღაც განუვითარებელ ქვეყნებში, მეტნაკლებად პოზიტიური. სხვა სიტუაცია არის ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტურად, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეხლა მე მინდა ვთქვა იმ კიბოს ვაქცინაზე რა ხდება. აი ხლა ის კიბოს ვაქცინა, რასაც აანონსებენ უკვე, ის არის სულ სხვა რამე. იმის მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. და როდესაც დამთავრდა პანდემია, აი კოვიდის პანდემია, მაშინვე იყო მოდერნამ და ფაიზერმა გამოაცხადეს მაშინვე, რომ ჩვენო ხა ნუგეშინიათ, კიბო კი გაჩდაო, ტურბო კიბო როცა გაჩდა ვაქცინებისგან, კოვიდ ვაქცინებს გულისხმობ, მაშინვე გამოაცხადეს ჩვენო ახლა შევქმნითო წამლებსო და ვაქცინებსო კიბოს საწინააღმდეგოსო. და მაშინ იყო რომ მე თინა გოცაძე და ნუნა აღდგომელაშვილი პირველები მაშინვე გამოვედით, ეს იყო დაახლოებით წინახევრის წინ და მაშინვე ვთქვით რომ არანაირი კიბოს ვაქცინა არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ თვითონ თუნდაც იმიტომ ბატონოდათო რომ ყველა კიბოს აქვს თავისი სტრუქტურა, ყველა ორგანოში სხვადასხვა კიბოა, ხო? რანაირად გააკეთებ ხა ისეთ ვაქცინას, რომელიც იქნება ყველა კიბოს საწინააღმდეგო. ეგეთი რამე არ არსებობს. ისევე როგორც თქვა არ არსებობს ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა. კი, გამოიგონეს და აკეთებენ ვითომ არა, ეს არის აფიორა. არის ფულის კეთება. და ეხლა როცა აანონსებენ და ეხ ხაკაძეც იყო გამოსული იმ დღეს ამბობდა რომ კარგი ეს არის მალე შემოგთავაზებთ მოდერნამაც წამოყო თავი და უნდათ რომ შემოგთავაზოთ ამას ვერაფრით ვერ გააკეთებენ ნაზალადებად და ეს არის აფიორა აბსოლუტური პირველი მე დავდგები ისევ ამის წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში ამაზე არც იფიქროთ
სულ სხვა რამეა, რაზეც მე ვლაპარაკობ, რომ მომწონს. ეს არის კვლევა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს ეხება იმ ნაადრევ დიაგნოსტიკას, ეს ფაქტობრივად მეთოდოლოგია არის, რაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვაფინანსებო იაპონელებთან ერთად. ის არის მეთოდოლოგია და არა ვაქცინა და არა წამალი. ეს არის ძალიან ნაადრევ სტადიაზე. უნდათ რომ შეძლონ გამოიკვლიონ ორგანიზმში არის თუ არა კიბოს უკვე დაწყებული, სანამ ის ორგანოში ესე ვთქვათ ჩაიბუდებს, უხეშად რო ვთქვათ ესე გადატანით მნიშვნელობით და სანამ ის ჯერ კიდევ მოძრავ მდგომარეობაში ჩამოყალიბების პროცესშია და ამ შემთხვევაში გადაკეთება უკვე მისი გენური ინჟინერია. ეს ვაქცინა წამალი კი არა, გენური ინჟინერიაა. და RNA ვაქცინები რატომ მიაბეს ახლა სიტყვა RNA ამას, იმიტომ რომ თვითონ RNA ტექნოლოგია, ანუ ეს არის კიდე კაშპერსკის 9-ს ეძახიან. ბევრს ვინც ყურადღებას აქცევდა ამას, ახსოვს ეს რაც არის. ეს არის გენის რედაქტირება. ანუ თუ მემკვიდრეობაში გაქვს რაღაცა გენი და უკვე დაგეწყო რაღაცა სისხლში და გაქვს ეჭვი, შეიძლება რომ მიმართო ინდივიდუალურად შენ აგიღებენ სისხლს და თუ დაადგენენ რომ გაქვს ეს უკვე დაწყებული, შენი სისხლიდან გააკეთებენ შენთვის წამალს, მაგრამ ის სხვას არ გამოადგება, მარტო შენია. და იმას შეგიყვანენ, აი როგორც სისხლს რო იღებენ, გაწმენდნენ და შეყავთ, ხო? აი დაახლოებით რომ ნახოთ. ხო და ვისაც მოუნდება და ძალიან ძვირია. პრაქტიკულად ეს ნახევრად მზად არის. მაგრამ იმ სტადიებზე ჯერ ვერ გავიდნენ, რომელიც უნდათ რომ გავიდნენ და თუ მე ამას ვამბობ, რომ თუ ეს გაკეთდა, ცუდი არ იქნება, რით იქნება ცუდი ქიმიოთერაპიას და რაღაცა სხვა უშველეს. და რუსეთმა დადო მონაცემები, რომ უკვე გამოიყენება, მაგრამ ძვირია. და უკეთებათ, რა თქმა უნდა, ელიტარულ ერთეულებს. და როცა გეცოდინება, რომ თუ რაღაცა დაგემართა და ესეთი რამე არსებობს, თუ კი უკვე შვილი აღარ უნდა გააჩინო და უკვე თქვა ჩემ ასაკში ადამიანი რაღაცა ასაკში არის და იცის რომ მას ქონდა მშობლებს ქონდა თქვა რაღაცის სიმსივნე, ხო? იმას შეუძლია გამოიკვლიოს თუ ფინანსურად გაწუდება, რა თქმა უნდა. და წნარად იყოს, იმას უკვე ხო გეუბნებით, გამრავლება უკვე აღარ უნდა, შვილების ყოლა არ უნდა, ანუ მისი გენის შეცვლა უკვე აღარ არის საშიში, ასე ვთქვათ. და თუ მოუნდება, ამას შეუკვეთავს, ამაზე ლაპარაკი. და არა იმაზე, რომ კიბოს ვაქცინა, რომელიც ყველას გაუკეთდება. და ის რასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ნონსენსი. ნუ ეს მე მგონი განმარტე, მაგრამ რომ დავწერე და რომ ვილაპარაკე ამაზე, ბევრმა ვერ გაიგო და აყვნეთ ვიღაცა ავანტურისტების კომენტარებს. მაგრამ ერთი რამე ხდება ძალიან საინტერესო, ბატონო, როგორც კი იწყება პაპილომა ვირუსის აცრის გააქტიურება ქვეყანაში და როგორც კი მე ამაზე ხმას ვიღებ და მე ამაზე ხმას ვიღებ 2017 წლიდან და მარტო მე ვიღებ სამწუხაროდ. ერთი-ორი ადამიანი ესე გაყრით უიტყვის ხოლმე რაღაცას. ერთხელ თუ ორჯერ კობა კუპრაშვილს ჰქონდა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ და ნუ აქ ისევ ჩემ კოლეგებს, იგივე ნონას და იგივე ქალბატონ თინას. მეტით დანარჩენები ვითომ ვერ იმჩნევენ, თუმცა იციან კარგად, იმიტომ რომ პუბლიკაციებიც ჰქონდა მე ამაზე. ჟურნალშიც ჰქონდა, გაზეთშიც ჰქონდა და სატელევიზიო ბევრ გადაცემაში ჰქონდა ამაზე საუბარი. მაგრამ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის. და როგორც კი ახლა გააქტიურდა ეს თემა, ისევ ჩემზე წამოვიდა დარტყმა. Facebook-ში, სოციალურ ქსელებში. ანუ ჩვენ რიგებშიც, ესე ვთქვათ, ანტივაქსერების რიგებშიც არიან ადამიანები, რომლებმაც დაიმსახურეს ხალხის ნდობა, ბევრი ხალხი უყურებს, უსმენს, ენდობა და აი მათგან წამოვიდა რაღაცა ჩემს მიმართ ისეთი აგრესია, რამაც ბევრ რამეში დამაეჭვა ამ ადამიანების მიმართ. ანუ ყველგან არის ესეთი შემოგდებული ადამიანები. და რა მინდა გითხრათ? ეს ყველაფერი გავრცელდა კიდევ ერთ რამეზე, რაზეც ძირითადად ალაპარაკოთ მე მოვედი, ეს ესე ვთქვათ შესავალივით იყო, სანამ შემოგვიერთებთ მსმენელები. ეს გავრცელდება ახლა ეს დაპირისპირება და ეს ინტრიგები ვრცელდება ჯანმუდან გამოსვლის თემაზეც. აი ეს ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის მეგონი მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა განცხადებინა, ხო? კი, 1 წელი უნდა და ნუ გამოხვალ თუ არა ეგეც საკითხავი. ახლა საქმე რაშია, მე მინდა თავიდან დავიწყო. ამაზე ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ პანდემიის დროს და დამთავრების მერეც, მე კარგად შევისწავლე ეს საკითხი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრ ქვეყანას უნდოდა გასვლა პანდემიის მწარე გამოცდილების შედეგად, როცა მან დიქტატი დაამყარა ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი მადა გაეხსნა ამის მერე და ბევრმა გააკეთა მცდელობა, რომ გამოსულიყო, მაგრამ ისეთი ჩახუჭუჭებული არის მათი დებულება,
რომ ვერ გამოდიან. შეუძლებელი იყო რომ შევისწავლეთ ბევრ ქვეყანასთან მაქვს მე ურთიერთობა და მეკონტაქტებოდი, ანუ ჩემი ისე არ არის. ანუ იმათ იურისტებთან მქონდა, იმათ ექიმებთან მქონდა ურთიერთობა. და იქ არის ერთადერთი როგორ არის იცით, ყველა საერთოდ ყველა წესდებაში, დებულებაში, ხელშეკრულებაში არის მისი დაშლის პირობებიც, არა? იქიდან გამოსვლის პირობები, ანუ ნებისმიერი კონტრაქტის დაშლა, გასაჩივრება, გამოსვლა, გაწყვეტა, შეწყვეტა არის ხოლმე გათვალისწინებული, ხო ესეა? აქ არ არის, საერთოდ არ არის აქ პუნქტი და ძალიან გაკვრი წერია. ამას დაარქვეს საკანონმდებლო ჯანმოს რებუსი იურისტებმა. რატო რებუსი? იმიტომ რომ გაუგებარია რას ნიშნავს ესეთი ფრაზა, რომ შესაძლებელია საკითხის დაყენება იმ შემთხვევაში, თუ გარემოება შეიცვალა. ეხლა რა გარემოებაზეა ლაპარაკი? ну ალბათ პოლიტიკურზე, მაგრამ დაზუსტებული არ არის. და ვინ უნდა დაადგინოს, რომ გარემოება შეიცვალა. და ამდენად, მაშინ ცდელობას აღარ გაუკეთებია არავის, ეს იყო წლების წინ. ეხლა ტრამპმა გააკეთა ძალიან ესეთი სულა რისკიანი, ვთქვათ ესეთი, ხო, რადიკალური და განაცხადა, რომ გამოდის იქიდან. ესე იგი, რაღაცა ეთყობა მოარგეს მისმა იურისტებმა აი ამ გარემოების შესვლას და ხა გარემოება ნამდვილად შეცვლილია. როგორც ეკოლოგიის მხრივ, ესე პოლიტიკურად და ნუ ყველანაირად დიდი მსოფლიოს ხანაირი გადანაწილება, ხო? და დისკრედიტაცია მოხდა, თავისი დრო მოჭამა ამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გადაიქცა უკვე პოლიტიზირებულ რაღაცა, როგორც ამერიკელები უწოდებენ, აი პოლიტიკოსები ტერორისტულ ორგანიზაციად, ხო? და მაგრამ რჩება ერთი დათქმა ესეთი, რომ აი ამ შეტანიდან ის ერთი წელიწადი მაინც უნდა გავიდეს. და მხოლოდ შემდეგ არის გამოსვლა შესაძლებელი და მანამდე ყველა ვალდებულება ინარჩუნებს ქვეყანა, რომელიც არის მისი წევრი. ესე იგი, ტრამპმა თუ შეიტანა იანვარში 25 წლის, მას მოუწევს შესაძლებლობა ამისი დროის მიხედვით, იქნება 2026 წლის იანვრის ბოლო, ხო? საუკეთესო შემთხვევაში. მაგრამ და ჩვენ გვინდა რომ მივმართოთ ჩვენ მთავრობას, რომელსაც არასოდეს არ ცალია ასეთი საკითხებისთვის, მივმართოთ რომ მანაც მიბაძოს ამერიკას, ბევრმა ქვეყანამ მიბაძა უკვე და აპირებენ, ზოგმა უკვე დაწერა განცხადება, ზოგი აპირებს და განაცხადეს რომ აპირებენ ამას. ჩვენები რა თქმა უნდა ახლა არ ცალიათ მაგისთვის, არიან სულ ოპოზიციასთან ჭიდილში და რაღაცების მტკიცებაში, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ აპირებენ დარჩენას და არ აპირებენ არანაირად გამოსვლას, იმიტომ რომ ჯანმო ბევრ პროგრამებს უფინანსებს მათ პირდება ყოველ შემთხვევაში და ფულს სადაც ელოდებიან, იქ რა თქმა უნდა ჩვენები ხალხზე ნაკლებად იფიქრებენ, ესე ვთქვა და გარდა ამისა, ის მინისტრი, რომელიც არის დღეს ჯანმრთელობის, მე როგორც ვხედავ, ძალიან კარგად არის ჯანმოსთან განწყობილი და ჯანმოს წარმომადგენლების და პანდემიის ესე ვთქვათ, COVID ფაშისტებს ვისაც ვეძახით, მე და თქვენ და ჩვენიანები, ისინი ყველანი ძალიან კარგად არიან და შევიწროვებულები ვართ ისევ ჩვენ, ვინც ვიბრძოდით ამის წინააღმდეგ. ყველანაირად შეგვავიწროვეს, ისე როგორც COVID-ის დროსაც არ იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ემზადებიან აი ამისათვის. ანუ თქვენ თვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და კენედი მოვიდნენ ხელისუფლებაში ამ ყველაზე დიდი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამას ყურადღებას არ მიაქცევს და თავის ისევ იმ საქმიანობას გააგრძელებს. ზეგავლენას ვერ მოახდენს ეს ახალი. როგორ ვერ მოახდენს? რამდენად საშიში იქნება კიდევ? აი ეს არის საინტერესო გვინდა რომ თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ხლა აგიხსნით მაგას. ახლა საქმე რაშია, ნახეთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ აპრილის ბოლოს შედგა ჟენევაში ჯანმოს 77 სამიტი და ყველა ყურადღებით უყურებდით ამას. მაშინ მონაწილეობდით, ჩვენს გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება ბევრმა ჩვენიანმა და მივმართეთ ჩვენ მაშინ მთავრობას, რომ ამ სამიტზე არ მოეწერათ ხელი ახალი ხელშეკრულებისათვის, ხო? და გავაგზავნეთ, ახლა ერთი არასა ტელევიზიით ვაკეთებდა პრესი და მეორე არასაც ვაკეთებ წერილობით, უკვე პირდაპირ, როცა მივმართავთ ხოლმე მთავრობას, ან პარლამენტს, ან ოცნებას, ამ შემთხვევაში ყველას მივმართეთ ჩვენ, სახელმწიფოს მეთაურებს, ვინც არიან სათავეში და ყველას ვთხოვდით იმას, რომ არ მოეწერათ ხელი ამ დოკუმენტებზე.
მაგრამ რა მოხდა, ნახეთ, ეს იყო ესე იგი აპრილის თვე, სანამ წავიდოდნენ ისინი და უთხარით კიდევაც რომ თუ კი წახვალთ და ვინმე მოაწერს ხელს, ქართველიერი რომ აიგებს რაზე აწერთ ხელს და რისთვის გვწირავთ, ლინჩის წესით დაგასამართლებთ მეთქი. მეორის არ დაჭირდება სასამართლო. და ძალიან ეშმაკურად მოიქცენ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი არ ჩავიდა არც გახსნაზე, არ იყო არც დახურვაზე და არავითარ ხელმოწერას არ ესწრებოდა. და გადააბარეს ჩვენი ესე იგი უფლებები გადააბარეს ბელგიას. და ბელგიამ რა გააკეთა იქ ჩვენს მაგივრად, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მოვითხოვეთ ამის დოკუმენტი. სხვა შორის აი კახაკუკავასაც ვთხოვეთ მაშინ და რამდენიმე იურისტს რომ თავისი პოლიტიკური ორგანიზაციებით მიემართათ, არც ერთზე პასუხი ვერ მივიღეთ პასუხი. მაგრამ ჩვენ წერილზე მივიღეთ სამაგიეროდ პასუხი, რომ მარტო ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა პასუხი ივლისის თვეში, ნახეთ, 1 მაისს დამთავრდა სამიტი. აპრილში გავაგზავნეთ ჩვენი მოთხოვნა, გაფრთხილება და ივლისის შუა რიცხვებში მოგდის წერილი ჯანდაცვიდან, სადაც ჯანდაცვა წერს, რომ ჯანმო არის არაჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მსოფლიოში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და რომ აი ამ ხელშეკრულებაში არაფერი არ არის საგანგაშო, რაც სუვერენიტეტს მასრება, ქვეყნის სუვერენიტეტს შელახავს, რაზეც ქონდა ჩვენ აქცენტი. მაგრამ საინტერესო რა არის, რომ 1 მაისს დამთავრდა სამიტი, ხო? და სამიტზე ეს ხელშეკრულება საერთოდ ჩავარდა, რატომ? იმიტომ რომ 190-მა ქვეყანამ თქვა უარი იმ მიზეზით, რომ ეს არის დიქტატურის ჩამოყალიბების დამყარების საფუძველი ეს დოკუმენტი და რომ ის არღვევს ქვეყნების სუვერენიტეტს. პოლიციური ძალაუფლების აღებას ცდილობდა ხელში. ცდილობდა ერთია და სიტყვა სუვერენიტეტი, რომელზეც ჩვენ მოგწერეს, რომ არ არღვევს სუვერენიტეტს, ჩვენი ჯანდაცვის მესვეურების გაგებით. თელმა მსოფლიომ აღიარა და უარი თქვა, იმიტომ რომ ზუსტად სუვერენიტეტს არღვევს. ანუ მე არაფერი არ მომჩვენებია და ჩვენი იურისტებს, ხო? ასე რომ განწყობა, რაც შეეხება განწყობას ჩვენი სახელმწიფოსი და იგივე აი ხარ როდის უნდა შეიტანოთ, მე ვიცი რომ ხელმოწერებს აგროვებს. აი ეხლა ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ეხლა გვინდა სასწრაფოდ შევიტანოთ, იმიტომ რომ აგიხსნით ეხლა რატო ვშხარობთ. აი ეს არის ბლანკი, მეგობრებო, ესეთი ბლანკია. და ზოგიერთმა ჩვენმა, ესე იგი ანტივაქსერმა, ანუ ჩვენმა მეგობრებმა იყადრეს ესეთი რამ. არ მინდა დავასახელო, მაგრამ შემდეგში ალბათ დავასახელებ მაინც. ჯერ კიდევ თავს ვიკავებ. დაწერეს ესეთი რამ. მოუწოდებენ თავიანთ მეგობრებს და თავიანთ მსმენელებს და მაყურებლებს და მკითხველებს, რომ არ მოაწერონ ამას ხელი. მიზეზი? აი, მიზეზს ვერ გეტყვით. ზოგიერთი წერს, რომ ერთმა დაწერა, რომ რა იცით, რაში გამოიყენებენ. აი, გარკვევი წერია, აი კიდევ ერთხელ, შეიძლება დიდი იმითი ვაჩვენოთ. გარკვევი წერია, სათაურია, ეს არის პეტიცია. პარლამენტში აღებული ბლანკებია, რომელიც მიდის პარლამენტში ისე. ის რაც ადრე მე გავაკეთე, ის არ იყო საპარლამენტო, ის იყო მთავრობაზე. ამიტომ პარლამენტის ბლანკები არ იყო საჭირო. მე სამჯერ გავაკეთე პეტიცია. და მინდა გითხრათ, რომ პირველი პეტიცია იყო, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო აზრები და ამან იმუშავა და გაჭრა. მეორე პეტიცია იყო, რომ ხელი არ მოეწერა და ფაქტია, რომ არ მოაწერეს. და ეს არის მესამე იყო, რომელზეც არ შეგროვდა, აი ჯანმოსცემაზე იყო და უბრალოდ არ შეგროვდა ხელმოწერები, თუ წინასაარჩევნო სიტუაცია იყო და რაღაც აერიად რა იყო საარჩევნო რა არა და ვიღაცამ დამაბრალა, რომ ვითომე პოლიტიკოსობა მინდა და ამიტომ ვაგროვებდი და მოუწოდეს რომ არ მოაწეროთო და ნუ არ შედგა მაშინ, თუმცა ხა თქვენი ცდილობთ თუ ჯერეთი ასაკის მიხედვით, ჯანმრთელობის მიხედვით და საერთოდ რა მინდა პოლიტიკაში. ვერც ვერ ყვევი და არც ვაპირებ და ღმერთმა დამიფაროს. და აი გარკვევი წერია, წაიკითხეთ თქვენ თვითონ რა წერია. არაფერი რა წერია, ეს სათაური? სათაური, ხო. მოქალაქეების პეტიცია საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის მოთხოვნის შესახებ. რაში შეიძლება სახელი გვარი მისამართი ტელეფონის ნომერი. რა შეიძლება ეს გამოიყენო? აი რაში შეიძლება გამოიყენო გარკვევი წერია, აი აქ და
ვიღაცები წერენ რომ სათაური არ აწერია. არც რო ნახიათ, ხო? მე ახლა მაგის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაშიც იგივე ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც ინიციატივით გამოდიხარ, უკვე აქ იწყება რაღაცა შურიანობა, არ ვიცი რა ქვია. როდესაც თქვენ სხვაზე მეტად აქტიურობთ და ადამიანი პოპულარული ხდება, იწყება შურიანობა და რაღაცა მსგავსი. აი ეს არის ძალიან ცუდი სენი სხვათა შორის ჩვენში და ძალიან. სანამ ამას არ აღმოვხვი და არ ამოვიღებთ გულიდან ყოველი ქართველი, ვერც ერთი საკითხი წესიერად ვერ გადაწყდება. აი ახლა მე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ წერთ და პლუსებს რო სვამთ, რომ მინდა ჯამოდა გამოსვლა, გეთანხმებით. მე კი არ უნდა დამეთანხმოთ. აი ეს უნდა შეავსოთ და შემდეგ მოგვაწოდოთ. რამდენიმე დღე არის დარჩენილი, ერთ კვირაში უკვე უნდა შევიდეს ეს, იმიტომ რომ დროში ვიწვევით. აბა ესეთი შეკითხვა შემოსული, სად შეიძლება მოვაწეროთ ხელი? სად მოვიდეთ? ელექტრონულად ხო თქვენ? არა, ელექტრონულად ვერ ეწერება ეს. ეს არის დევს, ჩემ გვერდზეც დევს. რამდენიმე გვერდზე, ჩემ გვერდზე შევიდნენ და კიდე დავდებ. ხო, ელექტრონულად შეავსონეთ თქვენთან. არა, ამობეჭდონ უნდა, არა. უნდა ამობეჭდონ. xerox-ი ამოიღონ? უნდა ამოიღონ, ხო, და მე შეავსონ. მე სად გადმოგცეთ თქვენ? მე დამიკავშირდნენ Facebook-ში და ვეტყვი სად მომიტანონ, ტელეფონს ვეტყვი სად მოიტანონ. ხო, რამდენიმე ადამიანი ვართ, ვისაც შეიძლება ამის მოტანა. რამდენიმე ეკლესიაში არის დარიგებული და რამდენიმე გამოაგზავნა ემიგრანტები ესე აგზავნიან მაგალითად, ესე ავსებენ, ხელს აწერენ და მაშინ ავსებენ, მოაწერენ ხელს და მე ფოტოს იღებენ და აგზავნიან. ეხლა ესევე მოდის აჭარიდან, გორიიდან, რადგან ესეთი ის მოხდა ახლა, უკვე ფიზიკურად ვერ გვაწვლიან და ამიტომ დაშვებული გახდა ესეთი ფორმა. ეხლა რატო ვჩქარობთ ბატონო დავით? ეხლა რა ხდება, ნახეთ? ნუ ხა ტრამპს ყავს კენედი გვერდზე, რომელიც გარკვეულია ამაში და ამის ყველაფრის ავტორი და ორგანიზატორი ეს მისი ის არის, თან იურისტია ძალიან მაღალი დონის და მას არ ეშლება. და მათ ტრამპმა გარდა იმისა, რომ გააგზავნა მოთხოვნა გამოსვლაზე, იმაში ჯანმოში, გააგზავნა კიდე მეორე დოკუმენტი. და რა არის ეს მეორე დოკუმენტი, რაც აუცილებლად უნდა გააგზავნონ ჩვენებმაც. ეს არის უარის თქმა იმ რეზოლუციაზე, რომელიც 77-3-ზე ჟენევაში იქნა მიღებული. ანუ ავუხსნი ხა რა ხდება. ჩავარდა ახალი პანდემიური ხელშეკრულება, რომელიც სუვერენიტეტს არღვევდა, მაგრამ მიიღეს სხვა, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა. სხვა ეს არის არსებული დოკუმენტი, ახალი არ მიუღიათ, მაგრამ მიიღეს იქ შესწორებები და არის სადღაც 60-მდე შესწორება მიღებული. და ამ შესწორებებში არის შეპარებული ის, რაც უარყვეს იმ დიდი ჩავარდნილი დოკუმენტით. ანუ ყველაფერი გაითვალისწინეს წინასწარ. ძალიან ეშმაკები არიან და ძალიან ჭკვიანები არიან. მაგრამ ამას ძალიან ცოტა ვინმე აქცევს ყურადღებაზე. დამიჯერეთ ახლა ჩემსავი და რამდენიმე ადამიანები ჩაკირკიტებულად საქართველოში ამას არავინ არ უყურებს. და მსოფლიოშიც ერთეულები უყურებენ და ერთეულები ვერ ყვევით შესაბამისად ამ სიტუაციაში. ახლა რა ხდება? ნახეთ, იმ ერთი წელი ხო რჩება, აი შეიტანა ხო ამერიკამ და თქვა შევიტანენ ჩვენ. ერთი წელიწადი ხო რჩება ეს ქვეყანა იქ. ამ ერთი წლის განმავლობაში ის მოქმედებს ხელშეკრულება, ხო? რაც იყო ძველი. კი. ესე იგი, ამერიკაში და უკვე ყველაფერი რა მოხდება, დამოკიდებული არის ჩვენ მთავრობაზე. შედგება აქ პანდემია თუ არ შედგება. ის რომ ჯანმოს და გაეროს და აი ამ მე ხარ რას ვეძახით იმას ფარული ხელისუფლებაო თუ რა ქვია. ცდილოვანი ხელისუფლება. ისინი რომ ესე არ მოისვენებენ და არ დათმობენ იგივე ბილ გეიტსი და ესენი, ეს ბუნებრივია, ხო? ამიტომ ისინი ეცდებიან რომ გამოიყენონ ეს სიტუაცია და პანდემია მაინც გამოაცხადონ, მაგრამ ამერიკაში ვერ გამოაცხადებენ, იმიტომ ტრამპია და კენედია. რომელიღაც ქვეყნებში ვერ გამოაცხადებენ. ამიტომ ნახეთ, მათ ყველაფერი გათვლილი აქვთ. როგორ არის ახალ ხელშეკრულებაში, იმ რეზოლუციაში. ესე იგი, ეს არის დოკუმენტი, გასაგები რო იყოს. მკითხეთ თუ ვერ გაიგეთ, მე მგონია რომ რაღაცა მარტივად ლაპარაკობ, მაგრამ ვერ გებულობენ ხოლმე. ის დოკუმენტი, რომელშიც შეიტანეს შესწორებები. ეს იყო ელემენტარულად სანეპის სადგურის უფლებების მქონე ორგანიზაცია. და ამ დოკუმენტით რეგულირდებოდა აი გადატანა, განმოტანა ინფექციური უსაშიშროება, თქვათ გემების, თვითმფრინავების, გადაზიდვების დროს
რა იყო სანეპის სადგურის ფუნქცია რაც იყო, ხო? სანეპის სადგური კონტროლის, სანიტარული. და ესეც ქვია სანიტარულ-ეპიდემიური კონტროლის დოკუმენტი. ეხლა ამ დოკუმენტში ინგლისურად შეგიძლიათ ნახოთ, შეხვიდეთ Health International Health Regulation. ინგლისურიდან თუ დავni არის საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციები. ანუ რომ არ შევიდეს რაღაცა ეპიდემია არ შეყვეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. და იყოს სუფთა ლოჯისტიკური დოკუმენტი. მაგრამ ეხლა მასში შეიტანეს ისეთი უფლებები გაუფართოვეს ამითი ჯანმოს აი ამ დოკუმენტით, რომ ჯანმო ხდება ერთპიროვნული მმართველი ყველაფრის. და რატომ? ესე იგი ჯანმოს გაუქმდა პანდემიის ცნება. ნახეთ, ადრე პანდემია რა ყოფილიყო, გამოცხადებულიყო. უნდა ყოფილიყო თითქმის ყველა ქვეყანა მსოფლიოსი, უნდა ყოფილიყო გარკვეული რაოდენობა სიკვდილიანობის და დაავადებული ადამიანების. ეს პირობა ვერ შესრულდა კოვიდის დროს. არ იყო არც რაოდენობა, არც დაავადებულების, არც გარდაცვლილების ამდენი. ამიტომ ოფიციალურად მან ვერ გამოაცხადა ჯანმომ პანდემია, არ იყო გამოცხადებული. იყო უბრალოდ ნათქვამი ჯანმოს დირექტორის მიერ, რომ არის პანდემია. დოკუმენტურად ვერ გაფორმდა. მაგრამ როგორც ბატონმა ბილ გეიტსმა ბრძანა, ჩვენო ისე იყო გენერალური რეპეტიცია. პირდაპირ ამბობს რამდენიმე ადგილას, ვიდეოები არის ამისი. და ესო შეცდომები, რომელიც მაშინ იყო დაშვებული, ჩვენ ამას უკვე გავითვალისწინებთ შემდეგი პანდემიის დროსო და შემდეგია პანდემია, რომ უფრო მკაცრი იქნება და უფრო მეტ მსხვერპლიანი, მაგასაც ესენი ამბობენ. მე მგონი ყველას მოგვისმენია ეს ყველაფერი, ხო? და რამდენჯერმე დაიწყო კიდევა ჩვენი შეგუება ამაზე, რომ აი არ იქა მგელი მოდის, მგელი მოდის. და ნახეთ, როგორ არის გაკეთებული ახლა. შემოვიდა ესეთი, ანუ ამ ახალი ხელშეკრულებით ესე იგი რაც არის დოკუმენტით პანდემია რომ გამოცხადდეს, საკმარისი არის, რომ ჯანმოს დირექტორს უცებ სიზმარში დაესიზმოს, გაეღვიძოს მარცხენა ფეხზე და დაესიზმოს, რომ სადღაც კენიაში რო არის რაღაცა ვირუსი ან ბაქტერია სულ ერთია, ის შეიძლება აი წამოვიდეს აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში. და შეიძლება რაღაც იტალიაში, არ ვიცი. აი უცებ მოუვიდა აზრად. და მან ჩათვალა, ახალი ტერმინი შემოიღეს, პოტენციურად პანდემიის გამომწვევი პათოგენი. ანუ პოტენციურად. ეს იგი მას შეუძლია ჩათვალოს, რომ რომელიღაცა ვირუსი ან ბაქტერია არის პოტენციურად გამომწვევი. შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება. ხო. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება ეს გავრცელდეს, ჰიპოთეტურად მას შეუძლია, რომ იმ რამდენიმე ქვეყანაში გამოაცხადოს პანდემია. მიხდით როგორი ეშინებულია? ამ შემთხვევაში უკვე ქვეყნის მთავრობაზე არის დამოკიდებული. ვისთან მოილაპარაკებენ? ჩვენებთან ადვილად მოილაპარაკებენ, ეს უკვე ცხადია. ჩემთვის და მე მგონი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც. არც პოზიციის ნდობა არ ამაქვს და არც ოპოზიციის. შემდეგ საკითხებს გადავიდეთ. რეზიუმე გავუკეთეთ, რომ ეს პირველმა ის ამბებო, ხო და? ხო, არ დამიმთავრებია, მე მინდა რამდენიმე დამისვა კითხვა, რომ დაგვისაბუთეო, რატო უნდა გამოვიდეთო ჯანმოდანო. აი ხა მე ვცდილობ, რომ ამ ადამიანებს აუხსნა, მე მგონი უმრავლესობას ესმის, მაგრამ ბევრს თურმე არ ესმის, ნუ ვიღაცებს. და მინდა რომ გაერკვნენ. თუ არ გინდათ მეგობრებო, რომ მოხდეთ აი ასეთ ქვეყნებთან რიცხვში, ამიტომ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ მე ხა ვლაპარაკობ კიდე იმ ერთ წელიწადზე. აი ამ ერთ წელიწადში, თქვათ, ხვალ შეიტანეს, ხო, თქვათ, სანამ განხილვა იქნება, მე ეს პარლამენტში მჯელობა, თქვათ, სადღაცა მარტში შეიტანეს, ხო? ეს იგი შემდეგ მარტამდე კიდე ვიქნებით იმ ხელშეკრულების ისინი თანამონაწილეები, ხო? და რა წერია ახლა იმ იმაში, ნაქვია, იმ ხელშეკრულების, იმ ახალ დოკუმენტში. არის ესეთი რამეები, გარდა იმისა, რომ ესე იგი, როცა უნდა, სადაც უნდა, გამოაცხადებს ერთპიროვნულად, თუმცა საბჭოს ქმნის, ესე ქვეყანაში ქმნის კიდე ორ სტრუქტურას. შენ ქვეყანაში თავისი კადრები დაკომპლექტებულს და ეხლა მე და თქვენ რო არ ვიქნებით იმაში კონსულტანტებში ფაქტია, ხო და ვინც იქნება გასაგებია. და აი ეს ორი სტრუქტურა იქნება ანგარიშვალდებული პირდაპირ ჯანმოსთან და არა ჩვენ მთავრობასთან. ანუ ჩვენ მთავრობას უგულველყოფენ ამ შემთხვევაში. და მათ ევალებათ რა,
მათ ევალებათ, რომ წავიდნენ რაიონებში, რეგიონებში, სოფლებში და იქ გაატარონ ეს ხაზი. ეს ხაზი რას ნიშნავს? ეხლა აქ ძირითადი აქცენტი იქნება ასრებზე, ხო? იმიტომ რომ დაანონსებულია, რომ ვაქცინაცია ამჯერად უნდა იყოს 100%-იანი. კლაუშვაბი აცხადებს მაგალითად, რომ ესეც ვიდეოები არის ამისი, მეც მაქვს, რომ თუ არ იქნა 100%-იანი ასრა, ისე ასრას აზრი არ აქვს. იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი პლანეტა, უნდა იყოს 100%-იანი ასრა. დიდი ან ბავშვიანი. ანუ მათი გეგმა რო ესეთია, ვიცით ხო? და აი ამ ორმა სტრუქტურამ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სამოქალაქო სექტორისგან. სამოქალაქო სექტორი ვინ არის? NGO-ები, რომლებსაც ესენი აფინანსებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები. და მათ უნდა ქონდეთ წვდომა, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებთან, ასევე სხვა სამედიცინო საშუალებებთან. და სხვა სამედიცინო საშუალებებში, რომელიც გამარტივებულად ამ დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის გარეშე პირდაპირ შემოვა ქვეყანაში, რომელიც თანამონაწილე ამ დოკუმენტის. აი, აქ არის ჩადებული, ადრე იყო ეს თქვა, ბამბა, პარასამკურნალო საშუალებები, ანუ პარასამედიცინო სპირტი, ბამბა, სადეზინფექციო საშუალებები და ესე შემდეგ რაღაც მოწყობილობები ელემენტარული. ეხლა იქ დაუმატეს გენური ინჟინერიის საშუალებები და გენის სამკურნალო საშუალებები. ანუ RNM და DNM ვაქცინები. რაც იქნება გამარტივებული რეგისტრაციის გარეშე. ანუ ამას შემოიტანენ პირდაპირ ძალიან წყნარად, მოხდება არასამთავრობოების ხელში და ამათ ექნება დავალება ჯანმოსგან და უფლებები, რომელსაც მისცემს ჩვენი მთავრობა, იმიტომ ამ დოკუმენტში ეგეწერია, რომ მოვიდეს, მოგადგეს სახლში, შემოგივარდეს აქცრას და გადაქცრას. თუ და როგორი რაღაცა წერია, ნახეთ, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ ეს ორგანიზაციები დააფინანსოს და უზრუნველყოს ტრანსპორტით. რა თუნდა ტრანსპორტი, რომ იაროს იმ რეგიონებში, ხო? გესმით რა ხდება? გარდა ამისა, ამ იმას ხო, ეხლა მთავარი რა არის კიდე, ნახეთ, თუ ეს ქვეყანა, რომელიც არის ამ იმაში, ხელშეკრულებაში, თუ ეს ქვეყანა ვერ ასრულებს, თუ არ ასრულებს, პროსტორად, იმ ვალდებულებას, რაც გამოსცა ბრძანება ჯანმოს დირექტორმა, შავი კაცი როა, ხო? დღესდღეობით, ხო, ანუ ვიღაც შესვლის რა მნიშვნელობა აქვს. თუ არ ასრულებს, მაშინ ეს ჯანმო დააყენებს ამ საკითხს დანარჩენი 193 ქვეყნის წინაშე და ეტყვის, აი, ეს საქართველო არ აკეთებს ამას. მე კი ვბრძანე, მაგრამ ის არ მექვემდებარება. და ის დანარჩენი ქვეყნები იმსჯელებენ, როგორ დასაჯონ და რა სანქცია გამოიყენონ. მიხვდით? და თუ არ ასრულებს და ჯანმო ეუბნება, რომ მე დაგეხმარები, მაგრამ საქართველო ეუბნება, რომ არ მინდა შენი დახმარება, არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ არ მომწონს, ხო? ისევ იმათთან ჩივის და ისინი ერთობრივად ფიქრობენ, როგორ დაგსაჯონ. აი აქ უკვე არის ჯარის შემოყვანაზე რო იყო ლაპარაკი, ხო გახსოვთ? აღარ არის სამხედრო ჯარზე, არის თავიანთ ჯარებზე ლაპარაკი, როგორც წითელი ჩაფხუტები თუ რაღაც ესენი რო არის. დაახლოებით ეგეთი, მაგათ რაღაც თავის სტრუქტურები აქვს. ხო, ვერაიცი ნორმალური. ეხლა არის კიდე ერთი მომენტი, ნახეთ, და ყველაზე მთავარი. სად არის სუვერენიტეტის დარღვევა, ნახეთ მეგობრებო. ესე იგი, თუ ვერ ასრულებს და რატო ვერ უნდა შეასრულოს? იმიტომ რომ ქვეყანას მისი კანონები არ აძლევენ ამის საშუალებას, ხო? ანუ ეწინააღმდეგება შენი ქვეყნის კანონებს, ამიტომ ვერ აკეთებ. ამ შემთხვევაში ქვეყანა ვალდებულია შეცვალოს თავისი კანონები, გესმით? და ჩვენი კანონი რა არის? რა ჩვენ გვიცავს ვაქცინაციისგან? ჯანდაცვის კანონი, ადამიანის უფლებების დაცვის კანონი და რაც მთავარია, მეგობრო, კონსტიტუცია. სადაც წერია, ჩვენ კონსტიტუციაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს მკურნალობის და პროფილაქტიკის და დიაგნოსტიკის საშუალებები. ამიტომ ვერ გააკეთეს მაშინ იზოლებითი, რომ აი ეს კანონი გვიცავს. ესე იგი, ამ დოკუმენტის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ვალდებული იქნება, რომ შეცვალოს თავისი კონსტიტუცია. ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა, მეტი კი არაფერი.
და ნუ კიდე ბევრი ნიუანსებია, რაც ახლა უკვე აღარ გადაგხლით, იმიტომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ და ასე რომ ძალიან ეშმაკურად არის და ხო კიდე ერთი რატო ვჩქარობთ ახლა ესე იგი ამ 1 წლის განმავლობაში ხო რჩება ეს და ჩვენ არ მოგვიწერია ამაზე ხელი ამ დოკუმენტზე მაგრამ იქ თვითონ ჯანმოს დებულების 21 და 22 პუნქტებში წერია ესეთი რამ რომ თუ კი ჯანმოს გადაწყვეტილებას რომელიღაცა ქვეყანა არ გააპროტესტებს ეს ჩაითვლება მდუმარე თანხმობად და 12 თვის მერე შედის ძალაში ავტომატურად. ასე რომ 12 თვე გადის 1 მაისს, როცა ეს რეზოლუცია იყო მიღებული. თუ მანამდე არ შევიდა საჩივარი კი უარი ოფიციალური წერილობითი არ განაცხადა ჩვენმა ქვეყანამ, მაშინ ეს დოკუმენტი ავტომატურად შედის ძალაში. ამიტომ ვჩქარობ ჩვენ აი ამასაც ამის განხილვასაც გამოსვლის იმას მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი და ნახეთ ახლა უკვე ტრამპს და ამერიკას ვერ გაუბედავენ თქვათ ეს დიქტატურას ვერ დაამყარებენ ხო ჯანმო ვერ იპარპაშებს ვერც მთელ მსოფლიოში ვერ იპარპაშებს მაგრამ საქართველოსთან ისე კარგადაა გაწყობილი საქმე და ისე კარგად გრძნობენ მისი ემისრები თავს ჩვენთან რომ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყანათაგანი სადაც ესენი განახორციელება ჩვენ თუ პარლამენტი თქვენს მიერ აი შეტანილ ხელმოწერებზე რეაგირებას არ მოახდეს რა ვქნათ მაშინ აუცილებლად უნდა 1 მაისამდე უნდა მოხდეს ეს რომ მოესწროს ხო საქართველოს აუცილებლად უნდა მოვაწყოთ ძალიან დიდი საპროტესტო აქცია და ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე რომ ეს ნაბიჯი გადადგან აუცილებლად და ეს აუცილებლად იქნება. ბატონო დათო, იცით რაშია საქმე? ეხლა ისეთი კანონი მიიღეს, აი ამ მიტინგების და იმისი რომ. მიტინგები რა გამოხატვის უფლება ყოველთვის აქვს. გაქმა რაღაც კანონები მიიღეს, ჯარიმებია და რაღაც ჯანდაბები. არა, ჯარიმები ხლა შენ ტრანსფერს ხო არ ვკეთავთ კაცო. არა ვიცი რას. არა, გამოხატვის უფლებას ვერავინ ვერ დაგვიშლის, მაშინ დიქტატურაში ვარ და მაგას ჯობია მაშინ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა და თელეს დავაყენეთ ფერზე. არ გაგონილა ეხლა სიტყვის თავისუფლება და აქ რაღაც ვაპროტესტებდი სამართლიანად ერისთვის საჭირო რაღაც პრობლემაზე და ამაზე მე დამიჭირო, კაცო, რას მიქვია დამიჭირო. იცით რა, კიდე მე ვფიქრობ არა, აქცია ცოტა რთულია, იმიტომ იმდენი აქციები მიდის, ახლა რომ შეიძლება ის ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს კიდე. მე ვფიქრობ, რომ უნდა გააკეთეს წერილობით მიმართვები რა ჩვენ ადრევას. მაგას გაიმანებენ დროს და 1 მაისს გასცდება და დამთავრდება ჩვენი. აი, ისიც რა არის, რამდენიმე ორგანიზაციის სახელით უნდა გააკეთეს ერთდროულად. მათ შორის იქნება პარტიები. გაკეთდეს და თუ შევაკეთოთ დრო იწურება და არაფერს რომებს არ იგებენ, მე სასწრაფოდ აუცილებელია საპროტესტო აქცია. მე მგონი ხო, იცით რა არის? მე მგონი ეს უნდა გამოვააშკარაოთ. აი მათი წერილები და პასუხები. გაგცენ პასუხები. რა თქმა უნდა მივიდეთ. ხო და ესე აღარ შეიძლება უკვე რომ წერილი და ჯანდაცვის სამინისტროსთან და გამოვიდეს ლინია და გაგცეს პასუხი. ამას ალბათ წერილი უნდა უწყოს. მე რამდენჯერმე აქცია ეს არის კი. რამდენჯერმე მიმართე და შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ აი ესე თითო იმას თუმცა 1-30 კაცი არ გამოვლენ 30 კაციან იმაზე, როცა არა, წერილზე ვამბობ, როცა არის 30 მიანი. ოღონდ აქ უბრალო მოქალაქეები არ იყვნენ იმ ხელმოწერებზე. იყვნენ უკვე ორგანიზაციები და სოლიდური ადამიანები. მე მგონი თქვენც აწერდით ხელს მაშინ. მეც მოვაწერე კი. ხო და ასე რომ ისე მაგ ფორმით ჯობია გაკეთება, რომ მიწარმოწერის ფორმით. იქნებ კეთილინებონ და გავხსენ პასუხები, მაგრამ მის დღემში არ ძალიან თამაშია ეს და სულ ველოდებით როდის მოიცლიან ჩვენთვის. ხო, გასაგები, ეხლა მოდით გადავიდეთ კითხვებზე, ქალბატონო თინა, რადგან ჩვენთან გვესტუმრეთ, ძალიან ისეთი კითხვებია, რომ ხალხს საზოგადოებას აინტერესებს. პირველ რიგში, მოდით დავიწყოთ პატარებიდან. აი ბავშვების მოდით პაპილომა ვირუსზე. პაპილომათი დავიწყოთ? პაპილომათი დავიწყოთ. დავიწყოთ, აი რამდენად საშიშია ეს პაპილომა ვირუსი ადამიანისათვის და რა არის რო აქვს. თვითონ პაპილომა ვირუსი არანაირად საშიში არ არის. საერთოდ არის 600-მდე ფორმა, აქედან 200 ფორმა არის, რომელიც ადამიანს აქვს. აქედან 60 არის, რომელიც ბუდობს საშვილოსნოს ყელში. და იწვევს საშვილოსნოს ყელის ქსოვილის დისპლაზიას, ანუ გადაგვარებას. მაგრამ არ არსებობს არც ერთი კვლევა და მტკიცებულება, რომ რომელიმე მათგანი იწვევს მაინდამაინც კიბოს. ის რასაც გვეუბნებიან არის სუტყუილი. დისპლაზია და კიბო ეს სხვადასხვა რაღაცეებია. სიმსივნეები ვიცით რომ არის.
როგორც ავთვისებიანი, ესე კეთილთვისებიანი. ციხეს დააჭერეთ მაღლა. გავუშვით. აიჩება. არა ჩამსწრებული. კოდიშკით ტელემაყურებლებო ეხლავე გამოვთ. ნუ ვიღაც უხდება, არ იღებ ესეთი აქცალია. და ეს პაპილომა ვირუსი, პაპილომები აქვს ყველას. აი, რაღაც სახეზე, ხელებზე, სადღაც პატარა მეჭეჭებით გამოიყურება. და ნორმალური იმუნიტეტის დროს 2-3 წელიწადი ჭირდება, რომ თვით განკურნება განიცადოს, თვით ლიკვიდაცია. ნუ უფრო მოხუც ადამიანებს აქვთ ხოლმე ასაკთან ერთად უფრო გამოხატული, მაგრამ აგვდა აქვთ არაფერს არ უშვება. არც კლავს, არც დაავადებაში არ გადადის. და უფრო მეცაც გეტყვით, იაპონელებმა 2017 წელს მოიგონეს წამალი. ამ პაპილომების სამკურნალო, პაპილომების ვირუსების სამკურნალო, რომელიც კეთდება ერთ-ერთი იაპონური სოკოსგან. და არის აბსოლუტურად უნებელი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩაიფარცხა, იმიტომ რომ წამლის მაფიას არ აწყობს ამის გამოვლინება. და ეს პაპილომა ვირუსის საცრა, ისევე როგორც გრიპის საცრა, არის ყველაზე დიდი αφიორა მედიცინის ისტორიაში. და რაში გამოიხატება? ნახეთ, ნუ 2006 წელს შეიქმნა ეს ვაქცინა პაპილომა ვირუსის, იმეორებს საშვილოსნოს, ყელის, კიბოს ვირუსის საწინააღმდეგო. იგივე საშვილოსნოს სხეულში ეს არ იწვევს არაფერს, მარტო ყელში. თუმცა ქსოვილი თითქმის ერთდაიგივეა, ხო? და უკეთებდნენ 2006 წელს ხო ბილ გეიტსმა დააფინანსა, მისი დაკვეთით იყო ეს შექმნილი ეს ვაქცინა და დაიწყეს იგი აცრები 2006 წელს. ძალიან მალე ბევრმა ქვეყანამ სადაც შეიტანეს და დაიწყეს თქვა უარი ამაზე, რატო? იმიტომ რომ გამოიწვია საშინელი გართულებები ამან. 9-დან მარტო გოგონებს, 9-დან 12 წლამდე. აი ეს ასაკი იყო პირველი. და ბიჭის კაცს არ ემართება, კაცი არის გადამტანი მხოლოდ ამას. ნუ ამის გადატანა რო არ მოხდეს, ამისთვის შეიძლება ელემენტარულად უსაფრთხო სექსი ქონდეს ადამიანს, ხო? და გიგიენის ისინი დაისვას ნორმები და არავის არაფერს არ გადაუყენს ჯერ ერთი. და მეორეს მე მომხრევარ იმისი, რომ ბავშვები გაზარდონ იმ ჭკუაზე, რომ ყავდეს ერთი პარტნიორი და როგორც წესიერად იყო ადრე. მიზახეთ ბნელი და შუა საუკუნეებში ჩარჩენილი, როგორც ადრე იყო, რომ ერთი პარტნიორი ყავს ადამიანს და ქორწინებაში არიან თუ არ არიან, არ გულაობენ წინ და უკან, მაშინ ამათ საფრთხე საერთოდ არ ელოდებათ, ხო? მაგრამ ამან გამოიწვია აი ამ გოგონებში იქვე გულის წასვლები ძალიან ბევრ დიდ პროცენტს ჭირდებოდა, 10%-ს აცრილებისას ჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, ან სერიოზული სამედიცინო დახმარება და აქ არ არის ლაპარაკი ანაფილაქსიაზე და ალერგიულ რეაქციებზე. აქ არის იმაზე, რომ უვითარდებოდა ყრუნჩხვა, გულყრა, მგონების დაკარგვა და ასეთი სერიოზული ნევროლოგიური გართულებები. რამდენიმე ადგილას, აი მაგალითად ალაბამაში 700 გოგო იმ დროიდან დაინვალიდდა, ისე რომ არიან მარტო ერთ ადგილას, გერ პატარა ქალაქში 700 ადამიანი, გოგო მოზარდი დაინვალიდნენ და სხედან იმ დროიდან ეტლში ვერ გადაადგილდებიან. მე გავითარდა ძალიან დიდი რაოდენობით ესეთი ორთოდოქსული ტახიკარდია. ანუ გულის ისეთი შეტევებია ტახიკარდიის, რომ ისინი ვეღარ მუშაობენ, ვეღარ სწავლობენ, ანუ ძალიან პათოლოგიური ფორმა. და ასე შემდეგ, აი მე მოკლედ ჩამომართლა, ავიკითხავ ახლა. მე პირად რო არ ვიძახო. ესე გართულებები, რაც მოყვება და ძალიან მალე გაირკვა, რომ მოყვება, ანუ სულ რამდენიმე 1-2 წლის განმავლობაში უკვე ცხადი იყო. ეს არის გეინ-ბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი, პოლინეიროპათიები სხვადასხვა სახის, სახსრების დაავადებები, შაკიკი, გონების დაბინდვა და დაკარგვა ხშირი ყრუნჩხვები და გულყრები, ენცელოპათიები, ენცეფალიტი და სუიციდური მცდელობები და თვითმკვლელობებიც კი მოყვა, ნუ მართალია ერთეული შემთხვევები.
მაგრამ გავიდა წლები და ამ წლების მერე უკვე შედეგები გამოჩნდა უფრო ესე თქვი შორეული შედეგები და აღმოჩნდა რომ თუკი ახალგაკეთებულზე გოგონების დიდ რაოდენობას უმრავლესობას ერეოდა მენსტრუალური ციკლი აღმოჩნდა რომ წლების მერე ამათ ან საერთოდ დაეკარგათ ეს ციკლი და ან საერთოდ დაეწყოთ ნაადრევი კლიმაქსი. წარმოიდგინეთ ახლა 20-22 წლის გოგონას რომ აქვს უკვე კლიმაქსი და რატომ? იმიტომ რომ ეს ვაქცინა ხშირ შემთხვევაში იწვევს კვერცხუჯრედების ნაადრევ დაბერებას, ანუ ფუნქციის გათიშვას. რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ ფოლიკულები, ანუ ის კვერცხუჯრედები, რომელიც საკვერცხეში წარმოიქმნება, ხდება მათი განლევა და უკვე შობადობა შეუძლებელი ხდება. მიუხედავად ამისა, ეს 2017 წელს ეს გაჩერდა დიდი ბუმი იყო ამაზე. პირველი იაპონელები წავიდნენ ამის წინააღმდეგი და განმოაცხადეს, რომ ეს არის გენოციდი და საშიშია ჩვენი ერისთვის იაპონიაზეა ლაპარაკი, როცა რამდენ მილიონიანია და არა პატარა საქართველოზე, ხო? და ამოიღეს, აგრძალეს ეს ვაქცინა. ახლა პანდემიის დროს ისევ გააქტიურდა და მის შემდეგ და ჩვენთან შემოიღეს ეს ვაქცინა უკვე ბიჭებზეც. როცა ბიჭი არის გადამტანი. და ეს არის ცნობილი, ეს არის როგორც 2 2 4-ია. ამას არც კვლევა ჭირდება, არაფერი არ ჭირდება. და ნახეთ რა მოიგონეს, ურეკავენ ახლა ოჯახებში ძალიან აქტიურად, ეუბნებიან რომ ეს არის სავალდებულო, უნდა გაიკეთოს, რომ შენ შვილს კიბო არ ქონდეს. და მთელი ცხოვრება კიბო არ ექნება. და ამ ხალხის გამკვირვებია, იმ ტრამპის ნათქვა ვაქცინაზე რომ იმაშვებია, რაც ჰიპოთეტურია და იქნება თუ არა, კაცმა არ იცის, იმის შიში აქვს და ამისი როცა სახლებში ურეკავენ, ტელევიზორში უყურებენ, ყოველდღე მეგობრებო, ყოველდღე გეუბნებიან, მოიყვანეთ პაპილომაზე, აქვია, ვაქცინაზე, პაპილომას აცრაზე, რომ არ დაემართოს თქვენ შვილს კიბო. მაგრამ ეხლა რა გააკეთეს? ჯერ ხო ბიჭები შეიტანეს, მერე გაზარდეს ჩვენთან ვამბობ. გაზარდეს გოგონების ასაკი 28 წლამდე. ეს ხშირია, უეკავენ ყველას. ყველას ურეკავენ. ბავშვების მშობლებს. და ტელევიზორში პროპაგანდას უმიდის, ყველა საინფორმაციო მაგითავდება. და ნახე, გაზარდეს ასაკი გოგონების 28 წლამდე, მერე გაზარდეს 40-მდე და ეხლა რამდენიმე დღის წინ ნახე, რომ გაუზრდიათ 60 წლამდე. რომელი წლიდან უნდა აცრან? აი ახლა გეტყვით. ბიჭები ეს გოგოები 9 წლიდან და ბიჭები 10 წლიდან. და ბიჭები არის მე მგონი 28 წლამდე, თუ არ ვცდები, თუ კიდე არ გაზარდეს. ესე იგი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. და მე რომ დავინტერესდი 2017-ში რომ შემოიტანეს, მაშინ დავინტერესდი რატო უკეთებენ პაპილომა ვირუსის აცრას, რომელიც ცნობილია რომ გადადის მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური კონტაქტით. და მაშინ 9 წლიდან რატო უკეთებენ, ხო? ლოგიკური კითხვაა, ხო? ხო. ჯერ ერთი მითხრეს რომ იმიტომ რომ მესამე კატეგორიის ქვეყანა ხარ და თუ კი ტაილანდში 9 წლიდან უკეთებენ, თქვენთანაც ესე, ანუ ყველაზე არის ერთ და იგივე. ну ამ პასუხმა არ დამაკმაყოფილა, იმიტომ რომ ტაილანდი და საქართველო, ეხლა საქართველოში 9 წლის გოგოს მშობელი ჭყუატყოფელი არ გაუკეთებს, იმიტომ რომ არც დაუშვებს, რომ შეიძლება მან იცხოვროს სექსუალურად. და ასევე 10 წლის ბიჭი, რომელიც მერე ჩარდეს. მაგრამ ნახე თურმე რა ხდება, მეორე პასუხი იყო ესეთი, როცა უფრო სერიოზულად მიმართეთ, უფრო სერიოზული ორგანიზაცია თვითონ იმათ მიპასუხეს, რომ მანამდე სანამ ჩამოუყალიბდება მენსტრუალური ციკლი. მაშინ გოგონებზე იყო მარტო ლაპარაკი, მე გეუბნებით 2017 წელს. ამა დამაფიქრა ბატონო დათო. რა შუაშია თქვენ თუ გაგიგიათ, რომ რომელიმე აცრა ან სადიაგნოსტიკო манипуляცია იყოს დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან. გაგიგიათ სადმე? არასოდეს არ გამიგია. დავინტერესდი რაშია საქმე. და როდესაც უკვე ვნახე მონაცემები რა მოყვება ამას, მაშინ მივხვდი. ესე იგი, ეს არის ასაკი, პუბერტატის ასაკი, როცა ხდება ჰორმონალური ჩამოყალიბება ბავშვების, ხო? ესე იგი, ან გოგო ყალიბდება, ან ბიჭა, ხო? აი, აღმოჩნდა რომ, ესე იგი, პირველი ხო იყო მოცელვა. და მერე აღმოჩნდა 2006 წლიდან უკვე, რომ 54% 2019 წელს გამოქვეყნებულ
ინგლისის, დიდი ბრიტანეთის კვლევებზე გეუბნებით, რომელიც ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული და არა ვიღაცის მიერ, სახელმწიფო დონეზე. ესე იგი 2019 წელს ვიმეორებ, აღმოჩნდა რომ 54% მაშინ რო დაიწყეს აცრები 2006-დან 2019 წლისთვის 54%-ს დაემართა კიბო. საშვილოსნო წყლის კიბო ამ გოგონებს 54%-ზე ლაპარაკი. ასაკი 25-29 წლისები. შემდეგ ავსტრალიამ დადო იგივე კვლევები, ოღონდ ავსტრალიაში აღმოჩნდა რომ 32% იყო კიბოთი დაავადებული. ძალიან დიდი პროცენტია, ხომ ესეა? ნუ ერთადერთი პასუხი აქ არის ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩართულია ისეთ კორუფციაში, ჩვენ ეს კოვიდის დროსაც ვხედავ ვაქცინებზე, რომ ტრილიონობით ფულს აკეთებენ უკვე, მილიარდებზე აღარ არის ლაპარაკი და ყველაფერზე მიდიან, ესე იგი სულ რო გაანადგურონ კაცობრიობა, ხელს აწერენ, ოღონდ იშოვონ ეს უზარმაზარი ფული. აი ჯერ მარტო ამის გულისთვის საქართველოს და ქართულმა ხალხმა უნდა იბრძოლოს, რომ აი ამ ყველელი ორგანიზაციიდან გამოვიდეთ და რომ ამ ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და მთლიანად არ გაგვანადგურონ და მთლიანად, რა ვიცი, არ ამოვწყვიტონ მთელი ერი. და რაც თავია მაყურებელი თხოვობს, რომ სასწრაფოდ აქციების დაწყებას თხოვობს. აუცილებელია და შემოდებენ თანოზე და იქნება და ჩვენ ვერ გამოიღებს. ჩვენ 31 მარტს ვაპირებთ, ვიცით, ქართველთა დიდ გაერთიანებას და პირველივე შეკრება რომ იქნება ჩვენ იქიდან დაიწყება უკვე ძალა ერში და ეხლა რომ გახვიდე 100 კაცი და ის ეგრე არა. ჩვენ გვინდა რომ სერიოზული რაოდენობა მივიყვანოთ იქ ჯანმრთელობის სამინისტროსთან და იძულებული გავხადოთ გამოვიდნენ და სახალხოდ პასუხი გავცენ. იქ აპირებენ თუ არა მიმართონ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციას გააკეთონ განაცხადი გამოსვლაზე. ერთადერთი მოთხოვნა იქნება ეს უპირობოდ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს მოვითხოვოთ, იმიტომ რომ არაფერი არ გამოძიებულა ამ ქვეყანაში რითი დახოცეს სწორედ მათი პროტოკოლებით 17,000 ადამიანი აქ საქართველოში. და აი ამ ახალი რეზოლუციებით რაც არის მიღებული, რასაც მე ვაპროტესტებ და უარი უნდა დაიწეროს, იმის მიხედვით, ესე იგი ჯანმო რასაც იტყვის, ის თუ აქამდე იყო საკონსულტაციო. ფუნქცია ქონდა კონსულტაციის, სახელმწიფო შეეძლო მიიღო და არ მიიღო. ეხლა უკვე როგორც აცრები, ასევე მკურნალობა იქნება მხოლოდ იმათი პროტოკოლით ვერ დაარღვევ. და ისედაც იმაჩქუაზე დადიოდნენ და ეხლა რას იზამენ წარმოიდგინეთ რა იქნება და რას იზამენ ისე. და რას იზამენ და ვინ ხელმძღვანელებს ამას ყველაფერს აქ, ხო? აი ამაშია კატასტროფა. ნუ მე ხა გული რო არ გავუხიტყო, ბევრი არის ასრილი უკვე პაპილომა ვირუსზე. ამიტომ აღარ ჩამოვთვლი იმ სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. არა, ხო. რაც არის ამით გამოწვეული. ყველა ჯანმრთელობას უსურვებ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარგად დააკვირდით თქვენ გოგონებს ციკლი როგორ აქვთ. და თუ კი აი ამ პაპილომა ვირუსის აცრის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მას დაეწყო ციკლის მოშლა, აუცილებლად მიიღეთ ამის აწინააღმდეგო ზომები. ან დამიკავშირდით და მე რაღაცნაირად ვეცდები, რომ ჩამოგაღალებო და მიმართულება მოგცეთ. და რაც შეეხება ახლა ბიჭებს. ნახეთ, საბოლოოდ რაზე გავდივარ დათო. ეს მე შანშან 2013 წლის 23 წლის 3 დეკემბერს გავაკეთე დიდი კონფერენცია სამღვდელოებასთან ერთად. უბრალოდ მამა დავითის აკაძის ინიციატივით გაკეთდა, იყო 11 წარმომადგენელი სამღვდელოებისა და ვიყავით ერთი 20 მეცნიერი, ერთადად ექიმები და რამდენიმე იურისტი. და გაკეთდა და მიმართვა გაკეთდა მაშინ მთავრობაზე, პარლამენტზე, ჯანდაცვაზე და იმაზე ოცნებაზე, პარტიაზე. ნუ რეაგირება რა თქმა უნდა ნული და ალბათ კიდევ უნდა გავიმეოროთ რაღაცა. და იქ ვილაპარაკე მე ამაზე, ბევრ შეიძლება აქ ნანახი, მაგრამ გავიმეორებ, იმიტომ რომ ზოგს დაავიწყდა და ზოგს არ ნახია. ბოლო-ბოლო რაზე გავდივართ. ეს იგი ურეკავენ ბიჭების მშობლებს და ეუბნებიან, რომ ჯერ ეუბნებოდნენ შეშვილს მოუვა დაემართება ანუსის, ანუ უკანა სწორი ნაწლავის კიბო, ან პირის ღრუსი. ნუ გესმით, რომ ესე იგი თუ რომელ ორგანოებზე ალაპარაკი, რომელიც ცოტა არასწორი სექსის შედეგად შეიძლება იყოს, ხო?
ნუ კარგი ვთქვათ, ეს ლურწოვანი რაღაცნაირად გავდეს თქვათ. მერე დაამატეს პროსტატის კიბო, სადაც სხვა ქსოვილია. ეხლა დაამატეს ფილტვი, ღვიძლი და ტვინი კიდე. დამასინათ ტვინზეც იყო ლაპარაკი. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, გატყუებენ მეგობრებო და გატყუებენ რატომ, ნახეთ. ძალიან ბევრი ვქექე მე დადებით კი არა, ის კვლევები და ის სტატიები ვეზებე, სადაც დამიმტკიცებდნენ, რომ იქნება და მე არასწორი ვარ და რაღაცა მეშლება. აბა რითი ამტკიცებენ? და ბოლოს მივაგენით ძალიან საინტერესო დასკვნას. ეს არის CDC, ვიცით ყველამ რაც არის, ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამერიკის. მათ აქვს სპეციალური, ესე იგი, სამსახური ექსპერტების და აი ამ საექსპერტო სამსახურის უფროსი ქალბატონი წერდა, რომ ბოლოს და ბოლოს საჭირო არის აუცილებელი ბიჭების აცრა, იმიტომ რომ ამითი ჩვენ დავიცავთ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს. იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები ეს არიან შიდსიანი ავადმყოფები, არა? ესე იგი რა გამოდის? აბა გადააბით. ესე იგი ჩემი 12 წლის ბიჭი და 10 წლის ბიჭი, რომელიც ძალიანაც რომ მოუნდეს სექსუალურად ცხოვრებისთვის არ არის მზად, ხო? მაგრამ მასთან შეიძლება იცხოვროს, ხო ესეა? ვინ პედოფილმა, არა? ესე იგი შიდსიანმა პედოფილმა რო იცხოვროს ჩემ შვილთან სექსუალურად, ამიტომ მე უნდა ავსრა ჩემი ქართველი 10 წლის ბიჭი. გესმით ხერაზე გავდივართ ხალხ, ნო? აი ეს ხო უკვე ისიც როგორი აღშფოთება გამოიწვია ამან ჩემი, რომ აღარც მალავენ. ანუ პედოფილებისთვის ამზადებენ ჩვენ ბავშვებს, გესმით თქვენ? აი ამისიქით რა უნდა ილაპარაკოთ, ამიტომ ძალიან ვთქვი მშობლებო, გაუფრთხილდეთ ამ ბავშვებს. ჩვენ გაუფრთხილდეთ უნდა ჩვენ თვითონ. იმიტომ რომ მე არ ვიცი ჩვენ ჯანდაცვაში თუ სადღაც რომელ სტრუქტურაში ვინ ჯანდაბაზის ისეთი ყველგან არიან ჩამბუდებულები და ფულის გამო ყველაფერზე მიდიან და ამ სამკვდროსაც სოციალურ ბრძოლა უნდა გამოუცხადე. გამოუცხადე, მაგრამ მასე გამოდის რომ მარტო მე ვარ და ნახე რა ხდება დათო. როგორც კი ხმა ამოვიღე ისევ ამაზე და განაახლეს ისევ განაახლე ლაპარაკი, მე დამარტყეს სოციალურ ქსელში და აკეთებენ ყველაფერს რომ ხალხი მე აღარ მენდოს. რაში მენდობა მე ხალხი? იმაში რომ ვამბობ რომ ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო. ან ვეუბნები რომ გრიპიზოს თქვა ნივრიან ჩაი მიიღე და ბარამბო მიიღე ფსიქოტროპის მაგალითად. და ვინც ლიბერალურ არხებს დაუჯერა და აისრენ სიკეთე ნახეს? ამაშია საქმე და ვიღაცებს წერენ ჩვენ თქვენი აღარ გჯერა. არ გჯერა, ნუ გჯერა, მე გავფრთხილებთ. მაგრამ ვისაც ცოტა გონება ვიჭრით. ხო და ვისაც ცოტა გონება ვიჭრით, მიხვდნენ რატო აწყობ ჩემი დისკრედიტაცია და ჩემნაირების. ესეთი დაბლოკი როგორი ახლა ვარ მე არ ყოფილვარ. ეს შანერგილი ხალხი იქნება ახლა იქიდან მართვად ეხმარება. იცი რა, ზოგი შანერგილია, ზოგი შეიძლება ახლა გაიყიდა, ზოგი შეიძლება რა ვიცი ვის ასპირდებიან. ზოგი შეიძლება რაღაცა ამბიცია აქვს. ამბიციებითაც აი ესეც არის რომ ამბიციაც აქვს, ზოგს რაღაცა შურის მომენტი აქვს. რა არის შური არ არის, ყველაფერი დავკეთეთ. კლინიკა დავკეთეთ, აფთიაქი დავკეთეთ, ექიმები დაიშალენ. ყველაფერი დავკეთეთ, რომ არავის არ ეთქვა რომ მე მაქვს რაღაცა პირადი ინტერესი. ყველაფერი რაც მქონდა მიხსოვრი ცხოვრებაში, ყველაფერი გადავდე გვერდზე დავწმე. ხოლო იმიტომ თქვენი შვილები დავიცვა მეგობრებო და ვისაც არ გინდათ, ნუ დამიჯერებთ, არ გინდათ ყურება, ნუ მიყურებთ. და მე მაქვს ერთი პოზიცია, იცი? თავიდან რაღაცა გული დამწყდა რომ მაინც მირბიან და მიასონსულებენ ბავშვებს. მაგრამ მე მივხვდი რაშია საქმე დათო. საქმე იმაშია რომ ღმერთი მე მალაპარაკებს, ხო? და ღმერთი რო არ მედგას უკან და მფარველობა არ მქონდეს მე ამდენს ვერ შევძლებდი და ვერ გავბედავდი. და მთელი პანდემიის დროს დასული ვიყავი ზევიდან და ეხაც მჯერა რომ დამიცავს ყოველთვის. მაგრამ ვიღაცას მისდიოდა სოფელში, არც კომპიუტერი აქვს, არსად და იმათმა გაიგონეს ჩემი სიტყვა და მადლობებს მithვლიდნენ და ვიღაცა ამ დროს ჩემ გვერდზე ცხოვრობს ან მისდობს გადასარება და ჩემ განიცით და წავიდა და მაინც აიცრა. ამ შემთხვევაში ესე გამოვდივარ მე რომ ვისაც უნდა ღმერთს რომ გადაარჩინოს იმის გენი და ის გვარი თუ ის ოჯახი გამრავლდეს, ის არ წაიყვანს თავის შულს ამაცრაზე და ჩემი საქმეა ვთქვა და დანარჩენი ღმერთის გადასაწყვეტია. და კიდე ერთი რამე მინდა რადგან ღმერთზე წავიდა ლაპარაკი დათო. ნუ ამ თემას არ ეხება, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. ინგრევა აგერ თოვლით დასავლეთ საქართველოს, ხო? და უკვე წავიდა იმაზე ლაპარაკი, რომ ხარპია, ყველაფერს ხარპის აბრალებენ. კი, მე არ გამოურიცხავ და ვთვლი, რომ ის ხარპის არსებობს და ამ გლობალისტებს აქვთ ის
ხელსაწყოები რითიც შეუძლიათ ოვრიც მოიყვანონ, სიტყვას, წვიმას, მიწისძვრას და ყველაფერი. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ რატო გამოვრიცხავთ ერთ რამეს, რომ ამდენი აგრესია რო არის. იცით, ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ გადააბრალო, რომ ხარპი აკეთებს. აბა საკუთარი მასში ქმედებაში ჩავიხედოთ. ამდენი აგრესია რო არის და ამდენ წყევლაკრულვას რო უშვებთ ჩვენ ზეცაში და იმაში ატმოსფეროში და გარემოში, გინდათ დედამიწაში. ის არის წვევს იმ თოვლიანობას, იმ მიწისძვრებს, ის ენერგია სად მიდის? ჯერ ერთი. ხო და ნახეთ, ამითი ჩვენ ხარპის ზახილით პასუხისმგებლობას ვიხსნით, მე არაფერ შუაში ვარ. აბა დაფიქრდი თუ არა ხარ. აბა შეიყვარეთ ერთმანეთი, რას გეუბნება ქრისტე? ყველა რო იმაზე ვდებ თავს, რომ ასეთი ეკლესიურები და მორწმუნეები ვართ, მარტო ეკლესიაში სიარული არ შვება ყველაფერი. ქრისტე გეუბნება, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. გიყვარდეთ ერთმანეთი, სიკეთე და სიყვარული და სიმშვიდე. ამდენი აგრესია არ არის საჭირო და კიდევ ერთი რამ გაიხსენეთ. სანამ ღმერთმა წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას, რამდენჯერ გააფრთხილა. რა ეხა მაინამაც მოვიდეს ხელი ჩამოგართვას და გითხრას ინდივიდუალურად დამშვიდდიო და დაწყნარდი ნუ ხარ აგრესიულიო. გაფრთხილებს ხო ყველანაირად. რატო არ გვინდა გიფიქროთ, რომ ეს არის გაფრთხილება? მე რო დავდივარ სულ ამ წმინდა საფლავებზე და წმინდანების საფლავებზე და იქ ლოცულობ და იქიდან ვიდეოებს ვძებ და ბევრი რო თავს არ იწუხებს. ამდენი წმინდა სალოცავი გვაქვს, ხო? ამდენი სასწაული ადგილი არც ერთ მსოფლიოში არ არის, არც ერთ ქვეყანაში ჩვენთან რო არის, ხო? რა უნდა ბოდბეში ჩასვლას, ან მადათასახლებზე წასვლას, ან თუნდა სამეგრელოში, კაცო. ამ ხელასი წმინდა გვაქვს, ხო, კვართი გვაქვს. მე არ ვიცი, რა გვიშლის ხელს. ხო შეიძლება მარტო ეკლესიაში სიარული ძალიან კარგია, უნდა ვიაროთ, მაგრამ მარტო ეს არის? გამოვიყენოთ ისიც ყველაფერი და ვიფიქროთ ყველა ჩვენთაგანმა, მეგობრებო, ჩვენ ინდივიდუალურ როლზე ამ ყველაფერში. და თუ არ დავდგებით ერთად და არ შევიყვარებთ ერთმანეთს და სხვათა შორის ზვიადი რო ამბობდა ვარდები ვესროლოთ ერთმანეთს, ხო გახსოვთ? ვინც ახარ ზვიადის მიმდევრები, როგორ შეიძლება იყვეთ დღეს აგრესიულები? გაიხსენეთ თუნდაც ამ კაცის პოსტულატები. ესე არის ყო ზვიადი ასახურდია, ძალიან ღრმად მორწმუნე რომ იყო იმიტომ. ხო და მაგაშია საქმე და ამას ასწავლიდა და აი ძველი ზვიადისტები, ასაკოვანი ხალხი, რო ხედავ ზოგიერთი, ახლა ბევრს ვიცნობ, ხო? აგრესიას რო გამოხატავენ და სად არის აი ეს მორწმუნეობა? სად არის თუნდაც მისი მიმდევრობა? კი ბატონო. დიდი ბოდიში გადაუყრია თემიდან, მაგრამ ეხლა ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის და ძალიან ბევრს აინტერესებს ბავშვთა სავალდებულო აცრები და ძალიან დიდი სიტყვას გაბატონო თინა ჩვენ დროს არ იყო ამდენი აცრები და ეხლა რატომ არის ეს და რამდენად სანდოა და აი კი შეიძლება ეხლა რაღაც ცენზურა თქვენ რაღაცას გაუთხილეთ, მაგრამ ძალიან დიდი შეფადებს, იმიტომ რომ ჩვენ რომ ორჯერ სამჯერ გვცლიდნენ, ეხლა გონი 15-ჯერ და 18-ჯერ ცლიან და რა გარანტია აქვს მშობელს, რომ ეს არ უკავშირდება სწორედ აი ამ კიდევ სხვა ამათ მანიპულაციებს. აი ეს სიმახინჯე მოდის ამერიკიდან სხვათა შორის. იმიტომ რომ წამყვანია ეს ვაქცინების მწარმოებლები არიან ზუსტად ამერიკაში. და უზარმაზარ თანხებზეა თქვენთვის არ იყოს მილიარდებზე ლაპარაკი. ასეულ მილიარდებზე და ვეღარ ზღებია რა თუნდაც ამდენი ფული მე არ მესმის. ესე იგი ამერიკაში დაბადებიდან წლამდე ბავშვი ღებულობს 32 ვაქცინას. და სრულწლოვანებამდე 16 წლამდე ღებულობს 72-ს. და რატო გამიხარდა მე კენედის მოსვლა 15 წელიწადი ამ ჯგუფთან თანამშრომლობ და ვიცი ყველა მისი ნაბიჯი. სისხლს უშრობს ამ ფარმაკოფირმებს და უამრავ პრობლემას უქმნის სულ. და სხვათა შორის კოვიდის დროს ის რომ არ მოხდა, ვერ მოხდა სავალდებულო აცრები სოფლიოში ვერ დააკანონეს. ეს არის კენედის პირდაპირი დამსახურება. იმიტომ ეს იურიდიულად ებრძოდა ამ ყველაფერს. და ჯანმოს არ აძლევდა საშუალებას იმისი, რომ დაეკანონებიათ, გამოეცხადებიათ, აი ჩასაფრებული იყო და სულ სასამართლოებით იმაშებოდა, უჩიოდა და უგებდა სასამართლოებს. და ნახეთ, ჩვენებსა თანდათან გვაპარებენ იმას, რომ უმატებენ და უმატებენ. იგივე პაპილომა ვირუსის აცრა არის შესტანილი სავალდებულოში. აი ხა მე თქვენ გეტყვით, როგორ ვატყუებენ, მეგობრებო. როცა პაპილომა ვირუსის აცრის აგიტაცია დაიწყო, ეს იყო 23 წელი. და ესეთმა ცნობილმა იურისტმა თემურ ლომიძემ
მიმართა ჯანდაცვას, იმიტომ რომ ბევრი აწუხებდა, ბევრი კითხვა სვამდა ამას, რომ არის თუ არა სავალდებულო პაპილომა საცრა. და მოვიდა ესეთი პასუხი. აი აქ ამაქვს პასუხი. ვისაც დაგაინტერესებთ, Facebook-ში დამიკავშირდით და გამოვიგზავნით ელექტრონულ ვერსიას. ან მოვბრძანეთ და ხსეროქს მოგცემთ. სადაც ჯანდაცვის სამინისტრო წერს ესეთ რამეს. მთელ ტექსტს აღარ წავიკითხავ, რომ ისევე როგორც სხვა სახის ვაქცინაციის შემთხვევაში, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაცია არ წარმოადგენს სავალდებულოს და დამოკიდებულია მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ანუ როგორც გვაქვს კონსტიტუციაში და ჯანდაცვის კანონში, ხო? მაგრამ მე მოვიტანე (2020) წლის 20 მაისის ბრძანება ნომერი 01-51-N. აი, ყვითელითმა გასმული. პროფილაქტიკური ასრების ეროვნული კალენდარის იმ ინფექციური დაავადების სიის, რომლისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური ასრები. სავალდებულო. წერია სიტყვა სავალდებულო. ეს არის ბრძანება. ბრძანებას თუ არ დაიწერა გაბათილება. ანუ ეს უკვე კონსტიტუციური დარღვევა. უკუ ქმედება არა აქვს. ანუ ეს ბრძანება ძალაშია დღესაც და ამას ამატებენ სხვას. ბოლო არის დამატებული 2023 წლის ბიჭები როცა არის. ჯანდაცვის ის არის, ხო? ჯანდაცვის რა თქმა ხო, უნდა. ჯანდაცვის სამინისტრო თვითონ არგოს კონსტიტუციას და კი, ამაშია საქმე. და მე რატო გაჩვენებთ ახლა ამას? დღესდღეობით, ხო? დღესდღეობით. ეს საგანგაშოა საერთოდ რა. ეს ამაზე რა ვილაპარაკე სხვადასხვა. აბა ის კონსტიტუცია თქვენ მომაცხონებულებო რიღაში ჯერ ყველა მთავრობა ვინც მოხედით სათქვენოდ შეასრულე და თავზე დაიმხეთ, ხო? ჯერ კონსტიტუციიდან მართლა გასულები ვარ თუ ამაზე სამართლებრივად ვიმსჯელებდა. რაც აგაქვთ იმასაც რო არიცავთ რა არის ეს ვერ გავიგე ახლა მართლა ადამიანის ბავშვების ჯანმრთელობა სიცოცხლეს ეხება. ხო და ბავშვების სიცოცხლეს. რატომ მოვიტანე მე ეს ორი დოკუმენტი დათო? იმიტომ რომ აქ ხო გვიწერია ესეთი აგერ 23 წელს მიცეს რომ არ არის სავალდებულო, ხო? მაგრამ ეს ხო დევს, ეს არის ბომბი. ეს რა თქმა ამას უნდა აგიმუშავებენ როცა უნდათ. ეს არსებობს. გავიგე, მაგრამ პირდაპირ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაგაშია საქმე. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, აი პაპილომაზე რომ გავაკეთე კონფერენცია, თქო მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ რომ აი ეს ბრძანება გასწორდეს და სიტყვა სავალდებულო გადაკეთეს გეგმიურად. ამ ყველაფერზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ იქ, როდესაც ეს აქცია გაკეთდება აუცილებლად. უნდა გამობრძანდნენ იქიდან, მინისტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილე უნდა ჩამობრძანდნენ დაბლა და უნდა წავაკითხოთ და რას ნიშნავს ეს იურისტი ჩამოიყვანოს კიდე დაბლა იქ. ისიც რა ყველაზე კარგი არის რომ გაკეთდეს ყველა ამ თემებზე ცალ-ცალკე პეტიციები, მაგრამ ამ ხალხს არ უნდათ ხელის მოწერა. ეშინია დეჟარებას. აი ერთადერთი საკითხი გადაწყვეტავს ძალა, ხალხის ძალა. აი ხალხის ძალა, პეტიცია უკვე ძალაა და რა თქმა უნდა, ეგეც უნდა იყოს, მაგრამ იქ ხალხის ძალა ხალხი არ ინძრევა. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ ყველა. ან გამოვლენდა. რა არის ახლა ერთი საათი მართლა საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მაინც ხო უნდა გამოკვიდე კაცო როგორ შეიძლება. და ეუბნები და მაინც მე. ამ თემას რო ამოწუროთ, ამოწურეთ. არა, პრინციპში არ ამოგვიწურია. და კიდევ ერთ შეკითხვა მოხსნელი ხო? ხო, რაც ეხება ზოგადად ასრებს ახლა. მე საერთოდ ჩემ გარშემო არავინ არ ამყავს ასრილი, არც ოჯახის წევრები და არც ახლობლები. და ყველას ვაფრთხილებ, რომ სამშობიარო სახლში რო შედიან, პირდაპირ უთხრან, რომ არ გაბედოთ ბავშვის ასრა, იმიტომ რომ ის რომ BCG ბევრ ქვეყანაში ამოღებული და აკრძალულია BCG, ჩვენთან არის და არის, ერთ პერიოდი ამოიღეს, მერე ის დაუშვეს და ამ თემაზე დიდი გადაცემა გავაკეთე არაერთხელ და იყო ესეთი შანშან გარდაიცვალა ნოდარ გოგებაშვილი, რომელიც იყო იმუნოლოგიის დამფუძნებელი საბჭოთა კავშირში. 17 კაციან ჯგუფში შედიოდა. ადამიანი, რომლის წიგნები დღესაც უცხოეთში არის ბესტსელერი, წიგნები პროფესიული. და სწორედ აი ჩემი აზრი და მისი აზრი ემთხვეოდა და ისიც საუბრობს და უნდა ვაჩვენო ალბათ ეს მონაკვეთით, შეიძლება პეკატივის თხოვ რა აჩვენონ. და ისიც საუბრობს ჩემთან ერთად იმაზე, რომ ეს არის როგორ არის რომელი წელი იყო, აღარ მახსოვს 2001 ან 2, როცა ამერიკელებმა გამოსცეს წიგნი ონკოლოგებმა, რომელიც იწყება ამერიკის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მიმართვით პრეზიდენტისადმი. სადაც წერენ იმაზე, რომ BCG იწვევს ტიბოს
რომ ბავშვთა ონკოლოგიის გააქტიურება, გაახალგაზრდავება ხდება BCG-ის ფონზე და ითხოვენ ამოღებას და მაშინ ესე ამოიღეს რაღაც ასაკში ნებაყოფლობით უკეთებდნენ ყოველ შემთხვევაში. შემდეგი მეორე ასრა ეს არის ისაუბრეთ. მეორე ასრა ეს არის ჰეპატიტის ასრა. სამშობიაროში რასაც უკეთებენ არის ჰეპატიტის ასრა. მე თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ ასრისა. და დღესდღეობით უკვე ბევრი უკავშირებს ამ ასრას აუტიზმს. ისევე როგორც რამდენიმე სხვა ასრას. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბავშვი იბადება, ხო? ის ერთი გარემოდან, სადაც მას ჟანგბადიც აქვს, ყველაფერი აქვს, წყალშია თვითონ, დედა კვებავს. ხდება სხვა გარემოში, ხო? ის ყვირის, პირველი არის ყვირის, ეხება ფილტვები და ის პირველი რაშვება სწავლობს სუნთქვას. სუნთქვას და მერე ჭამას და იმის მონელებას, ხო? ანუ ის ეცნობა სრულიად სხვა სამყაროს და მთელი მისი ენერგეტიკა არის მიმართული სუნთქვის სწავლაზე და თვითგამოყვების იმაზე. და უცებ მას პირველი 12 საათის განმავლობაში აჯახებენ ჰეპატიტის ასრას. ანუ ასრა რა არის? შეყავს დაავადება, ხო? მას უზიანებენ ღვიძლს, მეგობრებო, ფაქტიურად. აქედან წამოსულია უამრავი სიყვითლე, უამრავი გართულება. ამ ბავშვების კვების გართულებები, ალერგიები და ასე შემდეგ. ეს უკვე წლებმა აჩვენა, რომ ესეა. თუმცა მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი. და ისიც მე კიდე ხა ბევრი რამე მაქვს შესწავლილი და აი ჩინურ, ტიბეტურ, ინდურ ამ მედიცინებში ითვლება, რომ დამიწების ორგანო არის ორი. ეს არის ღვიძლი და პანკრეასი, კუჭუკანა ჯირკვალი. და ამას ჭირდება დრო, ანუ ამ ორგანოს ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ მიწაზე, ну დამიწება რას ქვია, კი მიწაზე დამკვიდრება, ხო? თავისი არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური, ფიზიოლოგიური. და ჩვენ პირდაპირ ამ ორგანოს ურტყამთ და ეხლა შეიქმნა რაღაცა პორტალი, სადაც 3-4 გადაცემა ჰქონდათ უკვე, რომელიც რეგულარულად გავა და არის სპეციალურად ასრის სიკეთეებზე. ქალი და კაცი ზიან, ახალგაზრდა ექიმი ქალი, რომელიც არის ცნობილი ვაქსერი, რომელიც მოამზადეს, გადაამზადეს, არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამეტაკა, ჯერ კიდევ მაშინ კოვიდი რო იწყებოდა და საუბრობენ იმაზე, ზუსტად ჰეპატიტის ასრაზე, რომ რა კარგია. და არგუმენტი აქვთ. კითხვა, რომ ყველას დაებადება, რატო უკეთებენ მაინდამაინც პირველი 12 საათი, ხო? რა აუცილებლობა? თქვათ მერე გაუკეთე, ცოტა რომ წამოიზრდება. არა, აი პირველი 12 საათი. და პასუხი იქვე და თვითონ თავის თავს კითხეს და თვითონვე უპასუხეს. და ეს გამახსენდა პატარა უფლისწული ეგზუპერისი. ლოცზე კითხებიან, რატო ხარო ლოციო, რატო სვამო? იმიტომ რომ უბედური ვარო. რატო ხარ უბედური? იმიტომ რომ ლოცი ვარო. მე რატო სვამო? იმიტომ რომ უბედური ვარო. და უცებ ესე იგი ქალი და კაცი ერთმანეთში ესეთ პოლემიკა აქვთ, რომ რატო უკეთებენ პირველი 12 საათიო? იმიტომ რომ უვნებელიაო. და რა იცი რომ უვნებელიაო? იმიტომ რომ პირველი 12 საათი უკეთებენო. იმიტომ რომ ეს ხო გესმით არა რაზე ელაპარაკი? და აი ამის პროპაგანდა მიდის. და როცა მე დავინტერესდი წლებისი, როცა შემოიტანეს და პოლემიკა მქონდა იმ შემომტან პედიატრებთან, ძალიან წონიანი ხალხი იყო ასოციაციასთან და ვაპროტესტებდი ამას. და მითხრეს, კარგი რა, მე სად ვეძებოთ ესენიო, აქ ბარემ ყველა ერთად არისო და უკეთებთო. აი საძებო პრინციპით. ეხლა შემდეგაც რა მაგალითად აი რას უჩვენეთ, თქვენ თუ აცრებით თქვენ ბავშვს აი ამდენ აცრებით. არა, რა თქმა უნდა, მე არაფერზე არ მყავს არავინ აცრებს, მარტო ჩემი კერა. გარშემოც არა. ერთი შეკითხვაც არ ვარ გაგვიგზავნა. კიდე ერთი ის მინდა, აი თქვათ იმისი, ტეტანუსის აცრა ავიღოთ. აი გეკითხებით ჩვილ ბავშვს, რომელიც არ დადის, არ დახოხავს, არ მოძრაობს საერთოდ. უკეთება თან სამჯერ ზედიზედ, რამდენიმე თვის იმით დიაპაზონით. აი რა ალბათობა არის? იმისი, რომ შეხვდება ტეტანუსი. ტეტანუსი არის ანაერობული ინფექცია. როდესაც ესე იგი, თუ ის მოხდა, თუ შეხვდა, რკინის ჟანგიანი, ანუ ჟანგო იყოს, თქვათ რაღაცა. ნივთი შეგერჭო, ნუ ითვლებოდა ხოლმე, რომ ჟანგიანი ლურსმანი. შეიძლება დანა იყოს არ რაღაცა სხვა, ხო? თუ ეს ან გიტყვინა რაღაცა ძაღლმა, რომელსაც კბილზე ქონდა ეს ტეტანუსი.
ანუ ქონდა განავალი ნაჭამი რატომღაც. იმის ძროხის ან ისე ცხენის, რომელსაც იმის ფუნა, რომელშიც არის ტეტანუსი. ანუ რომელიც დაავადებულია ტეტანუსით. აი რა არის ალბათობა, რომ აი იმ პატარა ბავშვს შეხვდეს სადმედან აი ეს ინფექცია, გეკითხები და თუ თქვა დიდ ადამიანს შეხვდა ხო ჭრილობაში შევიდა, თუ სისხლი წამოვიდა, всё, ის მკვდარია უკვე გამოდის. იღუპება. ის უნდა იყოს ის ღრმად შესული, რომ თვითონ ის ტეტანუსი მოხვდეს იმ უჟანგბადო სივრცეში. მიხვდით? და კიდე ერთი, კარგი, გაუკეთეთ, ხო, 1, 2, 3. მაგრამ თუ ადამიანმა მიიღო ჭრილობა ნებისმიერი, მივიდა ექიმთან, რატო ეუბნება მაშინ ტეტანუსზე აიცერი? თუ ის იცავს, ჭრილობაში გაკეთებული, მაშინ რაღაცა არ გეკითხებიან გაკეთებული გაქვთ თუ არა, უნდა გაიკეთო გეუბნებიან. ცოფი და ტეტანუსი, ხო? ნუ ცოფი თუ გიკვინა ძაღლმა თქვა. და თუ რაღაცა შეგერჭო ტეტანუსი. ეხლა არის შემთხვევები, რომ მეც მithქვია, ჩემი ახლობლისთვის, რომ უნდა გაიკეთო. ამას უნდა დამირეკა ერთმა, რომ სვანეთში ვიყავითო რაღაც გადაღებაზეო და იქ ლურსმანი შემერჭოვო, კედელზე იყო ლურსმანიო, იმას თავლაში. ხო და რა ვქნა, ცისხლი წამოგივიდა არა. გაიკეთე მე ვმთხარი. იმიტომ ეს არის შრატი და გაიკეთეთ. ხო და აი გეკითხებით ახლა აი ესეთი უაზრო და მე კიდე მერის წინააღმდეგი ვარ, იცით? ადრე თუ გახსოვთ, აცრიდნენ თქვა წითელაზე, ხო? აი სახადებზე, აცრები იყო მარტო სახადებზე. აცრიდნენ წითელაზე და უყურებდნენ რაღაცა პერიოდი რო გასულიყო. მერე აცრიდნენ თქვა დიფტერიაზე. ანუ დროის შემდეგ. რაღაცა დროის შემდეგ. ეხლა უკვე ცრიან რამდენიმე ვაქცინით ერთდროულად. თქვენ რო გონიათ რომ ერთი ვაქცინით ერთი აცრაა. იმ ერთ აცრაში არის 3, 4, 5, ეხლა უკვე 6 და 7 კომპონენტი. რო გესმით პენტავაქცინა, სექსტა ვაქცინა, კიდე რაღაც სახელებია გამახსოვს. ეს რას ნიშნავს? იმას რომ შედის აი ამდენი ვაქცინა ერთდროულად და ვინმე სადმე უნახია რომ 7 ინფექციური დაავადება დაეტაკოს ერთმანეს. რა ხდას იმუნიტეტმა? როგორ დავიჯერო რომ ის იმუნიტეტი ესე გაიხლიჩება რომ 7-ვე ანტისხეული გამოყოს და 7-ვეზე დაიმახსოვრ რომ 7-ვე აი სულად გაუგებარია ეს ჩემთვის. აი გასაჭირო ამდენი. თვითონ აი ამ აცრების არასწორმა გამოყენებამ მოიტანა ის რომ ფაქტიურად ესენი არც მუშაობს. და კიდე რა ხდება? თვითონ რო ნახოთ თქვენ აი ამ აცრებში რა შედის თვითონ ვაქცინაში. იქ შედის ალუმინის მარილი, შედის სინდიყი, შედის მაიმუნის გენის ნაპლეტები ზოგში, ნააბორტირებული ნაყოფის ისე რომ ხეცილები და ნუ უამრავი რაღაცეები შედის, ფორმალინი და ასე შემდეგ. ისე რა ქვია, პოლისორბატ 80 და ძალიან ბევრი რამე. ანუ არის დაბინძურებული ფაქტიურად. და არის კონსერვანტები, ზოგში ანტიბიოტიკი შედის. მოკლედ ისეთი ქაოსია, რომ რა შეყავთ ორგანიზმში კაცმა არ იცის. როგორია რომ ეს აღარ არის ის აცრები რომელიც ოდესღაც იყო და ეხლა კიდე პლუს 1 დაემატა და ჩემი უნდობლობა კიდე უფრო გაიზარდა. ბილ გეიტსმა გამოაცხადა რომ აწიო ყველა ვაქცინაო სიაფის და სისწრაფის გამო იქნება RNA პლატფორმაზეო. RNA პლატფორმა ეს არის გენური ინჟინერია, ხო? ამიტომ მე უკვე იმის შიში მაქვს და მაგიტო არ ვენდობი. რომ რას უკეთებენ, რა გენის თერაპიას გაუკეთებენ, რა გენის კორექცია მოხდება. რა ჯანდაბა აქვს ჩაფიქრებული. ანუ აი ამ პანდემიამ ადრე რო საუბრობდი ამაზე, არ მისმენდნენ ხოლმე, მისმენდნენ, მაგრამ დიდად არ ჯეროდათ. მაგრამ ეხლა როცა ლაპარაკობენ, როცა იციან, უკვე იმედია რომ უფრო მეტი განსხვავებიერებს. ხო და კიდევ ერთი რა დამავიწყდა. აი რასაც მე გეუბნები თქვენ პაპილომა ვირუსზე, კარგი, მე არა ვარ ავტორიტეტი, ხო? და მარტო მე ვლაპარაკობ. და დანარჩენი პროპაგანდა მიდის ასეთი და ისინი არიან სწორები. რობერტ კენედი დღეს არის ამხელა ფიგურა. მთელი ამერიკის ის აქვს ჩაბარებული, ანუ მთელი კაცობრიობის ფაქტიურად ჯანმრთელობა და დიდი ძვრები შეუძლია გამოიწვიოს. კენედიმ სპეციალურად ჩაწერა, მე აღარ ვიძახი აქამდე რას აკეთებდა და სულ იბრძოდა ამის წინააღმდეგ. ეხლა ხან ჩაწერა და დევს, რუსული თარგმანით არის, ის მიდის, ტიტრები კი არა, ხმა მიდის. არის ინგლისური ვერსია და რუსული თარგმანიც. და დავდე ჩემთან. და დამიწერა Facebook-მა ტყუილი ინფორმაცია. კაცი საუბრასას მე გეუბნებით, იგივეს ამბობს ეს კაციც. ოღონდ უფრო გაშლილად 9 საათიანი ვიდეო და ვისაც არ დაგეზარებათ, შედით ჩემ გვერდზე, თუ გინდათ გადმოგიგდებთ თქვენ და თქვენ გვერდზეც ვიდეოს, რომ უფრო ნახონ და გავრცელდეს.
ну ასე რომ ახლა მეტი რა უნდა გავაკეთო მითხარით და გინდა მაქსერების დედოფალი მიწოდეთ ახლა და გინდა ესა გველი ხარო და ტყავი მოიხსენიო და გველი თუ არ ჩემი წელიწადი მოსულა ჩემო ძვირფასო იცი ვისაც ეხება ეს და მაშინ მიფრთხილდი ერთი კიდევ ეს შეკითხვა იყო ქალბატონოთინა გუშინ ანონსში მწერდა ერთი და იქნებ გავცეთ პასუხი ამით დავასრულოთ მე ჩინური ვაქცინით ავიცერიო ალბათ ან სინოფარმი და ეს ხო ალბათ ხო და მის შემდეგო ცუდად ვარ რომ გულის ფრიალები და რაღაცა დამჩერდაო და აი რასთან გვაქვს საქმე თქვენ მაინც როგორ ახსნით განიცდის თუ არაფერი დამემართებაო და აი ამაზე შეიძლება ახლა საქმე იცით რაშია საერთოდ ეს ხო იყო დიდი ექსპერიმენტი ხო მთელი ეს COVID afeora და გამოცდა მოხდა ყველა ვაქცინით როგორც RNA ვაქცინების ასევე ჩინური კლასიკური ჩინური ხო ის კლასიკურით იყო მაგრამ მაინც გამოცდა მოხდა ყველასი ხო ყველა ვაქცინის 1/13 იყო პლაცებო ვის რა შეხვდა იყო უფრო ძლიერი შედარებით სუსტი და მესამე პლაცებო ანუ წყალი ფაქტობრივად ფიზიოლოგიური ხსნარი ესე ვთქვათ ამის ტოლფასი თქვა ფიზიოლოგიური არ იყო მაგრამ ზოგი ძალიან სუსტი იყო ხო ზოგი იყო სუსტი ზოგი ცოტა ძლიერი და ზოგი საერთოდ და თქვა ცერცვაზე თქვა თავის დროზე ჩინური რომ შემოდიოდა მაშინ შემოვიდა 40% ზევით ვერ აწიეს მისი ეფექტურობა ქაღალდზეც კი და ცერცვაზე თქვა რომ ეს ჩინურიო არიო უფრო სუსტად ამცველიო მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებად მავნებელი ვიდრეო ფაიზერიო თავის პირითაა ნათქვამი არსებობს ჩანაწერით ასე რომ ფაქტიურად ვინც ჩინურით ვისაჭყულა იყო და ჩინურით აისრა ისინი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან ეხლა არ გამოვრიცხავ რომ ამის ბრალი იყოს იმიტომ სახსრებზე იმოქმედა ამის გართულებები ძირითადად არის მსუბუქი არავინ არ კვდება ამითი მაგრამ გამოიწვია სახსრების და კუნთების ტკივილები უფრო ჩინურმა ანუ კარგად ახალ გადარჩენილი თუმცა მეორეც არის ახლა თქვა გულის ფრიალები და ეს ახლა ბევრს გაუცრელებსაც იმიტომ რომ მიდის გადატვირთვა პლანეტის გადასვლა ერთი ვიბრაციიდან მეორეზე და ამას ფიზიკური სხეული ცოტა რთულად ეგუება და ძალიან ბევრს და რაღაცა ხა ჯანდება ხან მთვარეზე რაღაცა აფეთქებაო ხან ძეზეო ხან რაღაცა დღეებია მაგნიტური ესეთი ადრე თუ იყო სოფელში ერთი ადამიანი რომ სახსარი ატკივდებოდა ეხა ბავშვებიან დიდებიან ყველას რაღაცა რეაქცია აქვს ამ იმაზე და შეიძლება უბრალოდ ამ ქალბატონის სხეული ამაზე რეაგირებს შეიძლება ეს არც იყოს იმდენად აცრასთან კავშირში და ყველაფერს მაგას უნდა ავაბრალებთ ზოგადად ხოგანებით აუცრელებსაც აქვთ ეგისა კუნთების ტკივილიც არის სახსრების ტკივილიც არის ტახიკარდიები განსაკუთრებით ღამის საათებში და უფრო კიდე სამსმთვარეობაზე არის ხოლმე რომ ბევრი მირეკავს მაგ ჩივილით ну მაგას არაფერი საშიში არ არის არაფერი არ მოგივარ უბრალოდ კარდიოლოგი გჭირდება და ну ცოტა კვებით ხელი შეწყობა და ცოტა დიეტა ცოტა ვარჯიში და ჩემთან თუ შეხვალთ ჰომეოპათიის გვერდზე წვეთი არის ცისფერი ესეთი ლოგო ჰომეოპათია ქართულად და ჰომეოპათი ინგლისურად ესეთი ორი აქვს იქ ვდაფხოლმე ძალიან მარტივ ვარჯიშებს დაიდო ახლა სხვადასხვა ქვეყნების ისინი სამწუთიანები პატარები ისეთი რომ მისაწვდომი იყოს ყველასთვის ხა ჩემთან ვდებდი მე გადავიტანე გადატვირთული მაგ ძალიან ისა და იქ შეგიძლიათ ნახოთ და ჩემი რჩევებიც არის რაღაც ნებასთან დაკავშირებითაც არის ხველებასთან ვირუსთან გრიპთან და მინდა გითხრათ კიდე რომ მე მაგ ჩემი საავტორო გადაცემა ორი მქონდა ერთი გავაუქმე იმიტომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო ქართულ ტივიზე ხუთშაბათს 8 საათზე ქართული არხი არა ხო ქართული ტივი ესე ქვია და იქ მაქვს ხოლმე ესეთი გადაცემები ინტელექტუალური უფრო ხა ვეფხის ყავსანზე მაქვს მთელი სერია მოწვეული ყავს ხოლმე სპეციალისტები ქართული ენის ესეთი ისა მაქვს აღებული გესი რაც კარგები ვართ ქართველები ვართ და იქ აი ამ გადაცემის ბოლოში ხანთავში მაქვს ხოლმე პატარა მოკლე რჩევები 5 წუთიანი კვებასთან დაკავშირებით რაღაც ნერვულ სისტემასთან, ორგანიზმის გაწმენდასთან და შეგიძლიათ ესეც ნახოთ. ბაბათეთე მაყურებელს აინტერესებს ქუთაისთან ახლოს ლაბორატორია რომ არისო. ინფორმირებული ხარ არის რა ხდება იქ? ეგ ჩემი ის არ არის თემა და არა ვარ საქმის კურსში, არც ლუგარის საქმის კურსში არ ვარ იმდენად. ქალბატონოთინა უგურბესი მადლობა და მე ვიტყოდი იმას რომ
ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვიქნებით თქვენთან. ჩვენ ვარ ყველა კიდევ, ინფორმაციას მოვაკვდით და უკვე თუ აუცილებელი გახდება მე აქციები, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მე უკვე მაგას. რომ აი აქ ისეთ საგანგაშო რაღაცები ნახეთ, რომ ჩვენ მე ეგ არ ვიცოდი ყველაფერი. ეხლა მივხვდით ბატონო, რატომ ერჩიან? ჩვენ ამაზე ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს ერჩიან. და ბოლოს მინდა მეგობრებო, ამ თემის გარდა ერთი განცხადება გავაკეთო. დღეს გავაკეთეთ ჯგუფი ქართველთა დიდი გაერთიანების მამული ენა სარწმუნოებისთვის. უკვე არის Facebook-ზე და ყველას ვთქვით გაწევრიანდეთ. ჩვენ 31 მარტამდე გვინდა რაც შეიძლება მეტი გამომწერი ყავდეს აი ამ გვერდს და სწორედ ამ გვერდიდან ჩვენ დარბაზში, როდესაც გვექნება დამფუძნებელი კრება, პირდაპირ ეთერს გამახორციელებთ. ამიტომ ვისაც ვინც ვერ დაესწრებით და მე მოგინდებათ რა თქმა უნდა ყურება ამ ყველაფრის, გვერდი უნდა გქონდეთ გამოწერილი და ნახავთ ყველაფერს პირდაპირ ეთერში. მადლობთ ყურადღებისთვის. უკაცრავ გვერდი Facebook-შია, ხო დავაზუსტეთ. დღეს გავაკეთეთ ლოგო გადმომიგზავნეს. როგორც მხატვარი, რა ვიცი, ჩემი იმით გავაკეთე ეს ლოგო, მაგრამ ძირითადად მაინც ერთიანობაში ქართულ შვიდისფერ დროშას გამოხატავს ეს სამგორში შუაში არის წმინდა გიორგის გერბი. ხო და მაგრამ იქ ცოტა ვაზის ფორმა რო არის იმ თეთრში. ის ოქროსფრად გვინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გააკეთა, ვერ დასვა პროგრამისტმა და მე შეიძლება ეგ ხარვეზე აღმოვხვრათ. მოკლედ აი ეს მინდოდა სულ მეთქვა, ყოველთვის ჩვენ მზათა ვართ, ყველა ინფორმაციისთვის გავაშუქოთ ქალბატონო თინა, თუ რამე იქნება სასწრაფო, ყოველთვის გვიგულეთ მზად ვართ ჩვენ. ეს გადაცემა შემდეგში გავა პეკატივზე, ალბათ ერთ-ორ დღეში კიდევ. ასე რომ კარგად გრძანდებოდეთ მეგობრებო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცით საშუალება თქვენ მსმენელებთან და მაყურებელთან ამ ინფორმაციის მიტანის.